ეს ლექცია თავისთავად არის იმაზე, თუ როგორი მანძილები და მასშტაბებია სამყაროში, როგორ ზომავენ ასტრონომები ამ მანძილებს და მსგავს საკითხებზე. მაგრამ რატო დავარქვით ჩვენი სამყარო? იმიტომ რომ როცა რაღაცა ხდება ხოლმე ამ ლექციის დროს, მე ყვები გარდა იმისა, რომ როგორ მანძილზეა ესა თუ ის ობიექტი, ამავე დროს იმასაც ხანდახან ვახასიათებთ იმ საინტერესო ობიექტებსაც, რომელიც ჩვენ გვხვდება ამ გადაადგილების დროს. ამიტომ ლექციას ასეთი სახელი დავარქვით და საერთოდ მოდი ვილაპარაკოთ იმაზე, თუ როგორ ვზომავთ, რას ვზომავთ, საიდან მოდის ჩვენი გაზომები და რასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. მოგეხსენებათ, რომ გაზომები თავდაპირველად ადამიანებს სხვადასხვა ქვეყნებში ჰქონდათ სხვადასხვანაირი გაზომის ერთეულები და მაგალითად საქართველოში გავრცელებული იყო არჩინი, მტკაველი და ესეთი რაღაცები, ინგლისში იყო ფუტი, იარდი, მე მგონი არის რაღაცა, რომელიღაცა გენრი, რომელიღაცა მეფემ თქვა, რომ ერთი იარდი იყოს, ჩემი ცხვირიდან ჩემი თითის წვერა უნდაო მანძილიო. იქ სხვა ფრანგებს კიდევ სხვა ჰქონდათ და ასე შემდეგ. ეხლა პრობლემა ყოველთვის დგას ხოლმე იმაში, რომ ყველას ერთნაირი გაზომვის ერთეულები ჰქონდათ თელ დედამიწაზე და პირველი ადამიანი, ვინც ასეთი წინადადება შემოიტანა, რომ მოდი ეს მოხდესო, იყო ესეთი საინტერესო ტიპი, ტიტო ლივიო ბურატინი, ცოტა სახსაცილო და უცნაური სახელი და გვარით, რა ქვია, რომელმაც თქვა, რომ მოდითო მოვიფიქროთ ერთეული გაზომილობისაო, რომელსაც დავარქმევთო მეტრონ კათოლიკოსო. მეტრონ კათოლიკოსი ლათინურად თუ ბერძნულად ნიშნავს სოფლიო განზომილებას და აი აქედან წამოვიდა ჩვენი სიტყვა მეტრიც. ხშირად ფიქრობთ ხოლმე ალბათ რას ნიშნავს მეტრი, რატო დავარქვით მეტრი და რაღაც. ეს იყო პირველ წყარო ამ კაცის წინადადება აი ამ მეტრის დასახელებისა. მან წამოაყენა ასე წინადადება, რომ მოდი მეტრი იყოს ის ერთეული სიგრძისა, რომელსაც აქვს კანქარას, რომელსაც რხევის პერიოდი აქვს 1 წამიო. მაშინ სხვათა შორის საკმაოდ კარგად ზომავდნენ დროს, შესაბამისად კანქარა შეიძლება ასეთი მოეფიქრებინათ. მაგრამ აღმოჩნდა ძალიან უცნაური რამ. ხმაური ხوارგიშლი თქვენ, ხوارგიჩევნიათ მიკროფონში ვილაპარაკوان რამ. აი ბატონო. მაგრამ აღმოჩნდა ასეთი საინტერესო რამ. თურმე კანქარა, რომელიც დაუშვათ 1 წამის სიხშირით ირხეოდა, გერმანიაში სხვა სიგრძის იყო, აფრიკაში სხვა სიგრძის იყო და ინგლისში სხვა სიგრძის იყო. და ეს გამოწვეული იყო დედამიწის იმ ფორმით, რომელიც არასფერული იყო. მაშინ ჯერ კიდევ ფიქრობდნენ, რომ დედამიწას აქვს სფერული ფორმა. ამიტომ გადაწყვიტეს უკვე ფრანგებმა, შემდეგ ჩაეტარებინა დედამიწის გაზომა და მოიფიქრეს მეტრთან დაკავშირებით ახალი ერთეული, ასე ვთქვათ, და ერთი ახალი რამ, თუ როგორ შეიძლება და მეტრი შეეფასებინათ და ფრანგების ექსპედიციამ დალამბერის ხელმძღვანელობით გადაწყვიტა გაეზომა დედამიწის პარალელი, რომელიც პარალელი მოგესალმებით პოლუსიდან პოლუსამდე მერიდიანი, მაპატეთ, მერიდიანი პოლუსიდან პოლუსამდე შემაერთებელი ხაზი, რომელიც პარიზზე გადიოდა. ეს გაზომები აი მაგალითად დატანილი აქვს რუკა, პარიზის ობსერვატორიაში რო შევხვდით პირდაპირ ხედავთ ამ რუკას დატანის იატაკზე, სადაც გაიარა ამ გაზომება. და გაზომეს მთლიანად ეს მერიდიანი და თქვეს, რომ მოდით 1 მეტრი იყოს დედამიწის მერიდიანის 1/40 ნაწილიო. ეხლა ძალიან ხშირად მეკითხებიან ხოლმე, თუ რატომ მაინც 1/40 1000 ნაწილი და არა და შუათ 1/40 მემილიონედი მგონი არა? მემილიონედი ნაწილი და არა 1000 რატო არ არის დაკავშირებული. საქმე იმაშია, რომ წარმოგიდგენთ რა არის 1 მეტრი. დაახლოებით აი ამ სიმაღლეზეა, ჩემთან შედარებით 1 მეტრი არა. ეხლა 4 მეტრიანი რო აგვიღოთ ჩვენ ერთეულად. მაშინ ჟირაფების სიმაღლის რო ყოფილიყავით, შეიძლება 4 მეტრიანი გამოგდგომოდა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს 1 მეტრი უფრო გვადგება ისეთი, რომელიც ჩვენ გვაქვს. ამიტომ არის ის მეოთხედი 1 დამატებით შემოტანილი. ეხლა რატო დავიწყე ამ ლექციას საუბარი და რატო ვიწყებ ასეთი დეტალებით მოყოლებას მე. როცა ობსერვატორიაში ვატარებ ხოლმე ხშირად ექსკურსიას, მინახავს ადამიანები მოდიან ძალიან ბევრი ჩამოდიან, მე აი ახლა ცოტა ხანში დაღამდება და იგივე ხარეს რომ გაიხედოთ, გამოჩნდება ძალიან კაშკაშა ვარსკვლავი, რომელიც თბილისშიც მოჩანს ხოლმე, ეს ვარსკვლავი არქტურია. მე ვეუბნები, რომ არქტურამდე მანძილი არის 36 სინათლის წელიწადი. და ადამიანის ეჭვიანი თვალები იცით არ მეკამათებიან, მაგრამ რატოღაც ესეთ ეჭვი აქვს, კი, მაგრამ როგორ გაზომავ იმ წერტილამდე მანძილს, ზაფრინი არ გამიგია კარგად იციან, არაფერი ისეთი არ გამიგია. აი მოდით ვილაპარაკოთ იმაზე, თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი, მე ნახავ,
როგორ ხდება და რა კავშირებია ამ ყველაფერის ერთმანეთთან როგორ ხდება გადაბმა ამ მანძილებისა მეტრიდან დაწყებული თუნდაც სინათლის წლამდე თუნდაც პარსეკამდე როგორ მივდივართ და როგორ არის ეს დაკავშირებული. წეგან გითხარით რომ ფრანგებისა ინგლისელებმა თავის გაზომილების ერთეულად აიღეს მეთქი იარდი ეს იყო იმ მეფის ცხვირის წვერიდან თითის წვერამდე დღეს რომ მოინდომონ მისი აღდგენა ინგლისელები ვერანაირად ვერ აღადგენენ იმიტომ მეფს რომ ამოთხარონ ეხლა ალბათ შეიცვალა სიგრძე შეიცვალა ყველაფერი შეიცვალა და მაგრამ რომ მოხდეს და დაუშვათ დედამიწას დაინგრეს რომ შეიძლება თუ არა აღვადგინოთ ჩვენ ამ მეტრი ერთეულის რამხელა გვაქვს რამხელა არის ეს 1 მეტრი და რომ მომავალში როგორ შეიძლება გავიმეოროთ იგი რაშია საქმე ახლა მეცნიერები მივიდნენ ერთ საინტერესო აზრამდე და ერთ საინტერესო ფაქტამდე. აღმოჩნდა რომ სამყაროში ყველაფერი იცვლება. იცვლება სიგრძეც, იცვლება დროც, არამუდმივი ერთეულებია. ერთადერთი უცვლელი სიდიდე სამყაროში ეს არის სინათლის სიჩქარე ვაკუუმში. და ამას დააკავშირეს მეტრის ახალი გაგება. ანუ რა არის მეტრი ამ გაგებით? აი მაგალითად მე თქვენ რო გელაპარაკებით, თუ თქვენ ხართ ჩემგან 1 მეტრის მანძილზე, მაშინ თქვენ მე მხედავთ დაგვიანებით. ეს ნიშნავს რომ ჩემი ფოტონი ამოვარდნილი აქედან და მოსული თქვენ თვალამდე აქ ლაპარაკი არ არის თქვენი ტვინი რამდენ ხანში გაიაზრებს რომ ეს მე ვარ გადაბრუნებული ვარ მე გაასწორებს და ეს ყველაფერი უფრო მეტი ხანგრძლივი პროცესი მიდის აი უბრალოდ მე ფოტონის დაცემას გულისხმობ ჩემგან თქვენამდე ეს ამის ჭირდება გარკვეული დრო და აი ეს დრო არის გამოსახული აი აქ უი მაპატიეთ სხვა რამის უნდა დამეჭირა ხელი აი ხედავთ აი ეს დრო ჭირდება აი ამ მოვლენას ანუ 1 მეტრის გავლა სინათლის ტალღა ვაკუუმში ანდომებს აი ამდენ დროს და მეცნიერებმა გადაწყვიტეს რომ ასეთი რამ ეთქვათ რომ 1 მეტრი არის ის მანძილი რომელსაც სინათლის სხივი სინათლის ტალღა გაივლის წამის აი ამდენ ნაწილშიო ამის შემდეგ ჩვენ რაც გინდა მოხდეს ღმერთმა დავიფაროს და დედამიწა მთლიანად რომ მოისპოს კიდეც ყოველთვის შევძლებთ აღვადგინოთ ეს ერთეული უკვე ვიცით რასთან არის დაკავშირებული ეს ერთეული მუდმივთან რომელიც არ იცვლება არანაირად როცა გადავდივართ ახლა მეტთან არის დაკავშირებული შემდეგი სხვა ერთეულების მოგეხსენებათ მაგალითად მასა კილოგრამი რომელიც რა არის ჩვეულებრივად ეს არის 10 სანტიმეტრი 10 სანტიმეტრზე კუბი რო აიღოთ და მე ჩაასხათ გამოხდილი წყალი 4 გრადუსზე რადგან 4 გრადუსზე ყველაზე მკვრივია წყალი აწონოთ ეს იქნება 1 კილოგრამი ანუ აქედან გამოიყვანეს ის 1 კილოგრამიც და ყველაფერი კილომეტრი რაღაცა მთელი ისენი დაკავშირებული ამასთან ეხლა უბრალოდ აღარ დავყვები იმ ერთეულების ჩამოთვლას რომელიც ამეთთან არის დაკავშირებული როცა ჩვენ გადავდივართ უფრო შორ ობიექტებზე მაგალითად რა ქვია პლანეტებზე ან სხვა ობიექტებზე შემოაქვთ ასტრონომებს ახალი განზომილების ერთეულები ხო პირველი რამ მინდოდა მე თქვა რომ რა შუაშია მეტრის გაზომა და ასტრონომია ერთმანეთთან შეიძლება თქვენ გაგიჩნდეთ კითხვა რომ აი მე რატომ ყვები დაუშვათ მეტრის გაზომა როგორ მოხდა დედამიწა გაზომის ეს გეოგრაფების საქმეა კი გეოგრაფების საქმეა მაგრამ მიაქციეთ ყურადღება ერთ დეტალს როგორ ხდებოდა ამ დედამიწის გაზომა მაგალითად თქვენ ახლა რომ გახვიდეთ ისევ გარეთ რომ დაღამდება და შეხედოთ ვარსკვლავ არქტურს მე გადაინაცვლოთ და იგივე არქტურს დღესვე შეხედოთ თუნდაც თურქეთიდან სამხრეთიდან დაინახავთ რომ არქტური გამოჩნდება ჩრდილოეთისაკენ თუ ჩვენთან ზენიტში მოჩანს დაახლოებით ზენიტშია პირდაპირ ზენიტში არ არის პირდაპირ რო გითხრათ მაგრამ თქვენი თვალით დაახლოებით ზენიტში გამოჩნდება ზენიტში მოჩანს გადაინაცვლოთ თურქეთში დაინახავთ რომ მან გადაინაცვლა ჩრდილოეთისაკენ თუ გადაინაცვლებთ ჩრდილოეთში მაგალითად მოსკოვი გერმანია ან სადმე რაღაც რომელიმე ჩრდილოეთის ქვეყანაში ჩახვედი დაინახავთ რომ არქტური თურმე სამხრეთით მოჩანს თქვენგან აი თქვენი გადანაცვლება დედამიწაზე შესაბამისად გამოჩნდება არქტურის გადანაცვლებით ცაზე ანუ რა იგულისხმება რამდენი გრადუსითაც გადაინაცვლა არქტურმა ცაზე იმდენი გრადუსით გადაინაცვლა თქვენ დედამიწაზე თქვენ აკვირდებით გადანაცვლებას ცაზე არქტურისას და ზომავთ იმ მანძილს თუ რამდენი მანძილით გადაინაცვლა თქვენ დედამიწაზე ეს გადლევს საშუალებას საერთო ჯამში გაზომოთ მერიდიანის მთლიანი სიგრძე როცა გადავდივართ ახლა ამას მეტრზე რა თქმა უნდა მობული და სხვა დანარჩენი ერთეულებით რომელიც დაუშვათ ჩვენ ვიყენებთ ხოლმე ასტრონომები და ამიტომ დავიწყე ასეთ შესავალი დატანობით თუ გადავდივართ უკვე პლანეტურ სისტემაში ასტრონომებს შემოაქვთ ახალი განზომილების ერთეული. რაშია პრობლემა რომ მაგალითად მე რო გითხრათ რომ იცით რა აი ვენერამდე არის 57 მილიონი რაღაცა 556,050 კილომეტრი თქვენ ცოტა ისე ვეჭვით შემომხედავთ და რაღაცა შეიძლება დამიჯეროთ, მაგრამ საქმე იმაშია რომ მე თვითონ მოვიტყვიები ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ისე სწრაფად იცვლება ეს მანძილი, რომ შეუძლებელია ამის ზუსტად ხმა.
და ამიტომ ჩვენ ვიყენებთ სხვა რაღაცას. ვიყენებთ მანძილს, რა ქვია, მზიდან და გამოხატავს ასტრონომიულ ერთეულებში. რა არის ერთი ასტრონომიული ერთეული? ერთი ასტრონომიული ერთეული ეს არის საშუალო მანძილი დედამიწიდან მზემდე. ეხლა მოგეხსენებათ, რომ დედამიწა ორბიტაზე მოძრაობს ის გარშემო ელიფსურ ორბიტაზე, ის ხან ახლოს არის მზესთან შესაბამისად, ხან შორს არის მზესთან. მაშინ ბავშვებს კითხოთ, თორე უხერხული უფროსებს ხوار კითხავ, აბა ზამთარში უფრო ახლოს არის დედამიწა მზესთან თუ ზაფხულში? არა. იურა ბაბუა მოგიყვება მე მაგაზე. შვილიშვილი არა? ხო, მე მოგიყვება. საქმე იმაშია, რომ ზამთარში უფრო ახლოს არის დედამიწა მზესთან, აი მოლიფზე უბრალოდ ჩვენ ზამთარში იმიტომ გცივა, რომ დახრილები ვარ შესაბამისად და ზამთარში ცხელა სამაგერო სამხრეთ ნახევარსფეროში და ზაფხულში ცხელა ჩვენთან აი ესეთ რაღაცასთან გვაქვს. ისე ზამთარში უფრო ახლოს ვარ. ზამთარში დედამიწა მზეს უახლოვდება 157 მილიონ კილომეტრზე და ზაფხულში ცილდება 152 მილიონ კილომეტრზე. საშუალო მანძილი, ანუ 159 მილიონი კილომეტრი ითვლება ერთ ასტრონომიულ ერთეულად. როცა ჩემთან მოდიან ხოლმე და მეკითხებიან მაგალითად რა მანძილია ეხლა იუპიტერთან, რომელიც ღამის 3 საათზე გამოჩნდება ცაზე, შეგიძლიათ შეხედოთ და თვალითაც კარგად დაინახოთ, მე ვეუბნები არის 700 მილიონი კილომეტრი. სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცი ამ დროს რა მანძილია იუპიტერამდე, მაგრამ ვიცი, რომ დედამიწიდან იუპიტერამდე არის დაახლოებით 4.2 ასტრონომიული ერთეული. 4.2 რო გაამრავლო 150 მილიონზე გამოდის დაახლოებით 700 მილიონი კილომეტრი. და ესე დაახლოებით ვეუბნები ხოლმე გასაგები მიზეზების გამო. თუ აი აქ მაგალითად ჩანს, რომ ვენერას არის ამას ვერ მივეჩვიე რა კარგად. ვენერამდე არის მანძილი 0.7 ასტრონომიული ერთეული მზიდან, დედამიწამდე არის მანძილი 1 ასტრონომიული ერთეული მზიდან და ჩვენსა და ვენერას შორის, როცა ახლოს არის ყველაზე ჩვენთან ვენერა, იქამდე არის 0.3 ასტრონომიული ერთეული. ეს კილომეტრაჟით თუ გამოვხატეთ, დაახლოებით 50 მილიონ კილომეტრამდეა. სხვათა შორის ერთ რამესაც გეტყვით, რომ ვენერა ყველაზე ახლოს მოდის ხოლმე დედამიწასთან, მაგრამ საბედნიერო ჟურნალისტებმა ეს არიციან და როცა 17 წელიწადში ერთხელ მარსი მოგვიახლოვდება ხოლმე და ვენერა უფრო მეტ გავლენას იკონიერებს დედამიწაზე, იმიტომ რომ მასიურია, უფრო დიდია, უფრო რაღაცა, წელიწადში ერთხელ გვიახლოვდება და გვშორდება. მაგრამ ჟურნალისტებმა საბედნიეროდ ეს არიციან, ნაკდო წყნარად არიან ხოლმე, რომ ყოველწლიურად იმის აჟიოტაჟის სატეხვა, რომ ინგრევა ყველაფერი მარსი მოვიდა ჩვენთან, რაც 17 წელიწადში ერთხელ ხდება ხოლმე. საბედნიეროდ მაგას გადარჩენილები ვართ. ეხლა მოდით აი შევხედოთ ჩვენ მზის სისტემას, როგორი არის დაახლოებით, როგორ მოძრაობენ, ეგაც გათიშე, ეგ არ გვინდა. როგორ მოძრაობენ, აი ჩვენა ვართ აქეთ, დაუშვათ ჩვენ შიგით არის ვენერა, უფრო იქით არის მერკური, ამის გამო ვენერას ხან განთიადისას ხედავთ ხოლმე, ხან ბინდის დროს ხედავთ ხოლმე. იმიტომ ვენერა ძალიან ახლოს არის. მერკური საერთოდ ძალიან ძნელი სანახავია დედამიწიდან თვალით, მაგრამ უცნაურიც კი არის, როგორ შეამჩნია ეს ბერძნებმა და ანტიკურ ხანაში, მაგრამ ვენერა მაგალითად ძალიან კარგად მოჩანს ხოლმე, უხეშ სიტყვას ვიხმარ, ლამპოჭკასავით ყიდია ხოლმე ხანდახან ცაზე რა, რომ მე მახსოვს ხშირად დაურეკიათ ჩემთვის და უთქვიათ, რომ ფრინავითებში დაინახეს, რადგან აი ხედავ იქ რაღაცა ფრინავითებში, ამ დროს არის ჩვეულებრივი ვენერა, რომელიც აი გადახტა, გადმოხტა, მე ხარას აბრალებენ ხარას, ამ დროს არაფერი არ არის, ეს ვენერა არის. და როცა აი ესე ვართ, გადადი გამოდი ამ ფილმიდან, უბრალოდ ესენი და მე მინდოდა შემდეგი ფილმი უფრო რა ქვია, ჩამოდი ქვემოთ კიდე მოიცადე, კაი ამას მე გადავაადგილებ და სანამ იმ ფილმამდე მივართ, გეტყვით ერთ რამეს. იმისათვის მოდით რომ გავიგოთ ეს მასშტაბები როგორია საერთოდ სამყაროში, მოდი ესეთი მეთოდი მოვიფიქროთ, ცოტა ვირტუალური, თითქოს და ჩვენ მოძრაობთ რაკეტით, რომელსაც აქვს სინათლის სიჩქარე. ძალიან სწრაფად მივფრინავთ. სხვანაირად რეალურად მაგ სიჩქარეთაც ვერაფერს ვერ ვნახავთ, განსაკუთრებულ პირდაპირ რო გითხრათ, მაგრამ დაუშვათ და ასეთი რაკეტით მივფრინავთ. რას ვნახავთ და როდის ვნახავთ სხვადასხვა ობიექტებს, როგორი პერიოდის გავლის შემდეგ ვნახავთ. აი ამაზე ვილაპარაკოთ. ამისათვის მე ესეთი რაღაცა შემოგთავაზებთ, რომ თითქოს და ჩვენი რაკეტა მოძრაობს აი ესეთ ორბიტაზე, აი ხედავთ, დაიძრა, მე წავიდა მზისკენ, მე აჩქარდა, ეს არის მაგალითად იუპიტერზე ესე გაუშვეს, სატურნზე ესე უშვებენ ხოლმე, ეს არის ამერიკელმა სტუდენტებმა 80-იან წლებში მოიფიქრეს ძალიან ისეთი უცნაური მეთოდი, რომ აღმოჩნდა, რომ თურმე თქვენ სატურნზე რო გაფრინდეთ, უკეთესია ჯერ გაფრინდეთ მზისკენ, მე მზე მოგისროლოს და ისე წახვიდეთ სატურნისაკენ. ეს გაცილებით უფრო სწრაფად გამოძრაობს და უფრო ნაკლებ დანახარჯებთან არის დაკავშირებული.
ოღონდ ჩვენი რაკეტა სინათლის სიჩქარით მოძრაობს და სინათლის სიჩქარის რაკეტებს კი ნაკლებად დაჭირდებათ ესეთი манипуляციები, მაგრამ მე მჭირდება ეს манипуляცია, იმიტომ რომ გაჩვენოთ თუ როგორ არის მზის სისტემაში განლაგებული ეს ობიექტები. ეკა გაუშვირე ესა. აქედან NTR შემილია გავაკეთო? კაი, მაშინ ეგეთი რაღაც მოგიწევს მეტი გზა არ არის. ანდა უნდა გახვიდე ფოლდერში და ფოლდერიდან გააკეთო ხოლმე. შეხედეთ როგორ მოძრაობენ ისინი. რაც უფრო ახლოს არის ობიექტი და ზესთან მოთავსებული, მით უფრო ჩქარა მოძრაობს, მით უფრო მისი პერიოდი ნაკლებია და შემდეგ გამოჩნდა ესეთი გენიალური პიროვნება, ვინმე კეპლერი, რომელმაც 400 წლის წინ დაწერა 3 კანონი, რომელიც დღესაც კი არ არის შეცვლილი, წერტილზიმეც კი არ შეგვიძლია ჩვენ და რომელიც ზუსტად გვეუბნება თუ როგორ შეგვიძლია გამოვითვალოთ მანძილები ამ პლანეტებამდე. ოღონდ გამოთვლისათვის რა არის, რომ იქ პირდაპირ გეუბნება რამდენია იქამდე მანძილი, არამედ ის, რომ დაუშვათ ისევ დედამიწამდე რამდენი მანძილიცა, აი 5.2 ჯერ უფრო მეტი მანძილი არის იუპიტერამდე. დედამიწამდე რამდენი მანძილიცა, დაახლოებით 10 ჯერ მეტი მანძილი არის სატურნამდე და ასე შემდეგ. აი ეს ხდება შემდგომ ეტაპებად გადასვლა. თავარია ახლა ჩვენთვის გება პირველი ამოცანა, ზუსტად გავზომოთ ის ასტრონომიული ერთეული, რასაც წარმოადგენს. და ამას უკვე ცოტა სხვა მეთოდით ვიყენებთ, რომელიც უფრო ძველი მეთოდია და რომელზეც ცოტაღანში დაგელაპარაკებით მე. აი აქ მოჩანს თქვენ ხედავთ ალბათ ყველაზე ახლოს მერკური, მერე ვენერა, მერე დედამიწა, მერე რა ქვია მარსი, იუპიტერი, სატურნი და ნეპტუნი. ურანი და ნეპტუნი, გამორჩა ურანი მაპატიეთ. კაი, გათშე აღარ გვინდა ეს ტრიალებს და ტრიალებს ესე გააგრძელე. პირველი ობიექტი, რომელსაც ჩვენი რაკეტით მივწოდები ჩვენ და მივართ, ეს იქნება ჩვენი მთვარე. მთვარე არის ერთ-ერთი ყველაზე ნიშნულოვანი ობიექტი ჩვენთვის დედამიწაზე მცხოვრები ადამიანებისაც, თუნდაც იმიტომ, რომ გარკვეული თეორიების მიხედვით დედამიწაზე სიცოცხლე ზუსტად იმიტომ გაჩნდა, რომ ჩვენ გვყავს მთვარე. მთვარე რო არ ყოლოდა ალბათ აი იმ მიმოქცევის ტალღებმა, იმ რაღაცეებმა, აი ამ სისტემის ასეთმა უცნაურობამ, იმიტომ რომ დედამიწა მთვარე გარკვეულწილად არის ერთმანეთთან ძალიან მასებით დაახლოების სისტემა. არც ერთი ობიექტი არ არის მზის სისტემაში მსგავსი ესეთი ორმაგებით რომ გამოირჩეოდეს. მაგალითად იუპიტერი და იუპიტერის ძალიან დიდი თანამგზავრები ყავს, მაგრამ იუპიტერის თანამგზავრები შეფარდება მასასთან იუპიტერთან შედარებით არის ძალიან პატარა და ამიტომ ჩვენ განსაკუთრებულები ვართ ამ დროს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ მთვარე ზოგი ფიქრობს, რომ დედამიწიდან წარმოიშვა, მოწყდა დედამიწას რაღაცა მოხდა, ეს მოხდა. ამას ჩვენთვის მნიშვნელობა უბრალოდ ძალიან დიდი აქვს მეცნიერულად, მაგრამ დღევანდელი საუბრისათვის არ აქვს. საქმე იმაშია, რომ მთვარემ და მიფრენა ჩვენი რაკეტით, რომელიც სინათლის სიჩქარით მოძრაობს, ჩვენ მოუნდებით 1.3 წამს. ეს არის დაახლოებით 384 კილომეტრია საშუალო მანძილი მთვარემდე. მთვარე ხანდახან გვიახლოვდება ძალიან ახლოს მოდის ჩვენთან, ხანდახან ეს არის ახლოს მოსვლა არის ხოლმე იგულისხმება, როცა იგი 357.000 კილომეტრამდე ჩამოდის. ალბათ გახსოვთ თქვენ დიდი აჟიოტაჟია ხოლმე მაგდო სატეხილი, აი სუპერ მთვარე გამოჩნდა, რაღაცა მოხდება, თბილისში ეს მოხდება, იმაში ეს მოხდება, ისევ ჟურნალისტების აჟიოტაჟები, ვამპირები გაევლიან და რა უბედურება. ნუ ისეთი რაღაცებს იგონებენ ხოლმე, რომ გაოცებული ვარ ხანდახან და საიდან მოვაქვთ რა. აპატეთ ცოტა ხანდახან გადახვევებსაც გავაკეთებ თუ ნებას მომწეთ. 2011 წელია მთვარე გვიახლოვდება და დიდი აჟიოტაჟი ატეხილი და იქ ტელევიზიები და იქ რაღაცა ხან დილით არ მაძინებენ, ხან ის რუსთავი ორში იწერენ, ხან იმაში და ნუ გამოვედი და თქვი რომ არ ჩაოლებრი მოვლენ, არაფერი არ მოხდება, მოვიდა ისევ წავა. ეს ხდება ხშირად. რა მოხდა 47 მილიონი კილომეტრი, 347.000 კილომეტრია. საშუალოდ უნდა იყოს 394-ზე და ასე შემდეგ. მეორე დილით ჩამოდივარ კიბეზე და სახლში სადარბაზოც ხდება მეზობელი, რომელიც აი ჩვენი უბედურება ის არის, როგორც ყველა ბევრი ლაპარაკობს, რომ ორ დიპლომიანი ტაქსიშოფერები ბევრი ყავს, მაგრამ განათლებულები ძალიან ცოტა ყავს. და განათლებული ქალბატონი ჩემი მეზობელი ხარ, რა თქმა უნდა, გვარდასახელს არ დავასახელებ და მეუბნება, გუშინო ტელევიზორში გიყურეო და ერთიო გიყურებო, თუ გახიზნეო ოჯახიო, სადმეო, ესე იგი ვატყობდიო. აი უცნაური რა არის, იცი, კაი და მთვარე დაგვეცეს თავზე. აი სად უნდა გახიზნო ოჯახი? კოჯორში გახვალ, იქ რაღაცა მანგლისში დაიმალები, თუ სად დაიმალებ? მართლა გავშლი რა, ხანდახან რაღაცა ისეთი ალოგიკურ რაღაცებს ვამბობთ ხოლმე. მოკლედ ეხლა მთვარი არის ესეთი ობიექტი ძალიან საინტერესო, მთვარემ მიფრენას როგორც გითხარით, მოუნდებით ჩვენ დაახლოებით 1.3 წამი და ეკა აი აქ არის ფილმი თუ აი მაგ ადგილას აბა დააჭირე იმედია გამოჩნდება თუ არა და გავიდეთ და ისე ვაჩვენოთ რა ქვია
წარმოიდგინეთ ესეთი სიტუაცია, რომ მთვარის ადგილას რო იყვნენ სხვა სისტემის ობიექტები, რამხელები გამოჩნდებიან ისინი. აი მთვარე რამხელა ცაზე მოგეხსენებათ, ალბათ დაახლოებით რამხელა მოჩანს და ესენი როგორ გამოჩნდებოდნენ. აი მთვარე ეს რა საშინელება ეს პოინტერები კაცო. აი მარსი ცოტათი დიდია მთვარეზე. დედამიწაზე პატარაა ძალიან. რა ქვია, ვენერა დაახლოებით დედამიწის ხელა თავისი ზომებით. შემდეგ მოდის ეხლა იქნება ნეპტუნი. ხოჯოს აქ ჩანაცვლებულია ნეპტუნი უფრო დიდია ვიდრე ურანი, ჯერ ალბათ ურანი ჯობდა რომ ყოფილიყო, მაგრამ ფილმი ესეთია და ავტორმა რა მოსაზრებით გააკეთა ეს არ ვიცი. აი ურანი პირველი პლანეტა რომელიც აღმოაჩინა დაფიქსირებით ადამიანმა, ჩვენ ვიცით როგორ და ვინ აღმოაჩინა. აი გიგანტი იუპიტერი, რომელიც დიამეტრი 12 ჯერ დიდია დედამიწაზე, წარმოიდგინეთ და მასით 318 ჯერ მძიმეა დედამიწაზე რაღაცა საოცარი რამ. ეხლა იუპიტერს და სატურნს მით უმეტეს ყავს თანამგზავრი ტიტანი, რომელიც დაახლოებით დედამიწის მესამედია თავის ზომებით, ამხელებია. და შეხედეთ როგორიც აგვექნებოდა სატურნი რო ყოფილიყო ჩვენთან მთვარის ადგილას. ნუ ბუნებრივი ხო გადასარევი კი არის, მაგრამ მაშინ სატურნი კი არ იქნებოდა ჩვენი თანამგზავრი, ჩვენ ვიქნებოდი სატურნის თანამგზავრი უბრალოდ და იქნებოდა რა. ისა ეკა გამოთიშე ახლა ეს ფილმი და გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. მოკლედ გავადაადგილდებით, მოძრაობთ შემდეგი ობიექტი, რომელიც აი ჩვენ სვლაში გამოჩნდება, ეს იქნება ვენერას დაუახლოვდებით, ჩვენ გახსოვთ რომ მივფრინავთ მზის მიმართულებით, ვენერას მიუახლოვდებით და ვენერასთან მისვლას დაგვჭირდება დაახლოებით 2.3 წუთი დაახლოებით რა. ეს არის ვენერას სურათი, მე ახლა არ მინდა დეტალებზე აქ ვილაპარაკო, მაგრამ ვენერას სურათი, რომელიც გადაღებული არის, უпростоრად რუკა, იმიტომ რომ ვენერა არის ძალიან მკვრივი ატმოსფეროთი დაფარული, ტემპერატურა მის ზედაპირზე დაახლოებით 500-მდე გრადუსია, ეს არის საშინელი სიტუაცია ადამიანური გაგებით. წარმოიდგინეთ 500 გრადუსი რო იქნება ყოველდღიურად და სიცხე და უბედურება რა იქნება იქა და ჩვენ როცა გვაშინებენ ხოლმე რომ დედამიწაზე დადგება სათბურის ეფექტი, მოხდება რაღაცები, აი ზუსტად ეგეთი პირობები არის ვენერაზე უკვე შექმნილი. ანუ ნახშირორჟანგია ძალიან ბევრი, სითბო გარედან შემოდის, მას შიგნიდან ვეღარ გადის. ეს იწევს ზუსტად იმ სათბურის ეფექტს, ცხელდება ვენერა და რაღაც ამასთან არის დაკავშირებული. ეხლა ეს რუკა არის შექმნილი და ხედავ დაბლობები, მაღლობები, ეს ყველაფერი, ანუ დედამიწისეული ისინია, ტოპონიმებია გადატანილი ვენერაზე, თორე თავისთავად ზევიდან რომ დავხედოთ, ჩვენ ვერაფრით ვერ დავინახავთ ამ ზედაპირს. ეს არის კოსმოსური ხომალდებიდან გაკეთებული ვენერას სურათი. ჩამოდი ეკაქვევით, იქ არის მერკური. მოდი ესაც გავუშვათ, ვაჩვენოთ. მე მეშინია რომ ძალიან ბევრი თუ არ დავიკავო, მაგრამ ეს არის ლამაზი უბრალოდ ვირტუალურად თუ წარმოიდგინეთ რომ დედამიწასა და ვენერას შორის გააკეთოთ შემაერთებელი ხაზი და ეს ხაზი ამოძრავოთ თავის ორბიტებზე, იმოძრავოთ ამ ობიექტებმა როგორ მათემატიკურ ლამაზ ფიგურებს დახატავენ, ამაზეა ეს და უბრალოდ აი შეხედეთ ხანდახან ასტრონომიული მოძრაობები ამას ეძახიან ხოლმე კოსმოსურ ცეკვას, ხანდახან რომ აი დაუშვათ რაღაცა ისეთი ფიგურებს ქმნიან, რომელსაც რა ვიცი მოცეკვავები ესეთ ფიგურებს აკეთებენ თუ არა ეგ არ ვიცი. კარგით, მოდით გამოვიდეთ აქედან და გავაგრძელოთ შემდეგზე, გადავიდეთ ცოტა ქვევით. უახლოვდებით უკვე მერკურის, რომელიც არის თავისთავად მე რომ მკითხო ძალიან უინტერესო პლანეტა იმ გაგებით, რომ მას არც ატმოსფერო აქვს, განსაკუთრებით არც არაფერი და ისეთივე კრატერებით არის დაფარული, როგორც ჩვენი მთვარე. აი ხედავთ ეს სურათი, ესაც რაღაცა მოუვიდა ამას, სხვაგან ვაწვევი ხელს. აი სურათი, ეს ადგილი რო არის, ეს გაპარსულივით რომ მოჩანს, საქმე იმაშია, როგორ აკეთებენ ხოლმე რუკებს ესეთი ობიექტებისას, რომ დაფრინავს ეს კოსმოსური ხომალდი, რომელიც აუშვათ ესე წერეს სპირალზე დადის და იღებს სურათებს, შემდეგ ადგენენ მოზაიკას და მე სპეციალურად ეს სურათი მომაქვს ხოლმე, რომ თქვენ მივხვდეთ, რომ ეს მთლიანი კი არ არის გადაღებული, არამედ მოზაიკურად არის გაკეთებული მთელი რუკა და აი მოზაიკაში ეს ადგილი ჯერ არ იყო შევსებული, ასე ვთქვათ, ისეთი კადრია მოტანილი. მასზე არის ტემპერატურა დაახლოებით 400 გრადუსი, უფრო ნაკლები სხვათა შორის ვიდრე ვენერაზე, საინტერესოა რომ ეს უფრო ახლოს არის მზესთან, მაგრამ ტემპერატურა მას უფრო დაბალი აქვს ვიდრე ვენერას. ეხლა მერკურს გავწვდით და გადავიდეთ მზეზე, მე გადავალე შენ არა? რა ქენი, შენ დააჭირე? ხო. მზეზე გადავიდეთ
უпроსტოდ ჯერ დავბრუნდეთ აი ამ მზეზე. მზე არის ჩვენი ცენტრალური სხეული. მოგეხსენებათ, მასით იგი არის 330.000-ჯერ მძიმე ჩვენ ვიდრე დედამიწა, დიამეტრით იგი არის 19-ჯერ უფრო დიდი ვიდრე დედამიწა და მთელი მზის სისტემის 99.9 და 98% არის მზე თავისი მასის მიხედვით რო აიღოთ. ხანდახან ისე რაღაცას ესე რო ყვები ხოლმე, მე ისე მახსენდება ცოტა იუმორისტული ამბები 2012 წლის დიდი ამბავი თავყრილობები გახსოვთ ალბათ რომ მეორე მოსვლას რო ელოდებოდნენ და ვერ მოვიდეს მეორე დროას რო ვერც ერთხელ. აი მაშინ იყო ზუსტად მაგაზე ლაპარაკი ერთი მიმტკიცებდა აიო გამოჩნდა ახალი მზეო მზის სისტემაში რომელსაც ასტრონომები გვიმალავენო. წარმოიდგინეთ სიტუაცია რომ მთელი მზის სისტემის 99.98% მოთავსებულია მზეში და ამ დროს აქვე გამოჩეს რაღაცა ესეთივე რომელსაც ჩვენ ასტრონომები მალავთ. აი ისე ხანდახან ისე ძალიან ისე აბსურდული რაღაცებამდე მიდის ხოლმე ეს ხანდახან ჟურნალისტები ხანდახან არა ჟურნალისტები გვარს ისე ვარ დავასახელებ. რა ქვია, აი მზის ზედაპირზე საინტერესოა ჩვენთვის, როცა მზე აქტიურია ხოლმე და ეს ლაქები ზუსტად მისი აქტიურობის პირველი გამოხატულებაა. ჩვენ როცა ვაკვირდებით, ხედავთ აი ესეთ ლაქებს, რომლებიც არის აქტიური წარმონაქმნები და ამ დროს ეს ის პერიოდია, როდესაც დედამიწაზე მატულობს სიკვდილიანობა, გულსიძახთა დაავადებები, ავტოავარიების რიცხვი, ფსიქიურ შეშულებათა რიცხვი, აი წნევები გვემატება, ცუდად ხვდებით რაღაცები მოგდეს და ყველაფერი, მაგრამ დადებითებიც გააჩნია ამას. მოსავალი ამ დროს ბევრი მოდის ხოლმე და რაც თავი ადამიანები უფრო შეყვარებულები არიან თურმე. როცა აქტიური წელიწადია, ადამიანები გაცილებით შეყვარებულები არიან, როცა პასიური წელიწადია. აი ზუსტად მაგის თქმა მინდოდა ხედავთ ეხლა იწყებს მზე, ეს არის დღევანდელი სურათი, ზუსტად გადაღებული. მე წამოვიღე დღევანდელი სურათია. წერან გახსოვთ რამდენი ლაქები იყო მის ზედაპირზე. აქ ჯერ ლაქები ძალიან ცოტა, მხოლოდ ერთი ჯგუფი ჩანს ლაქებისა. არა, ამაზე უარესი იყო შარჩადო, საერთოდ არ იყო ლაქები. ანუ მზემ დაიწყო აქტიურობის მაქსიმუმისაკენ სვლა. იმედია, ცოტა ხანში დახლით 1-5-6 წელიწადი უნდა აცადოთ და ისეთი აქტიური გახდება, რომ სულ ყველანი შეყვარებულები იქნებით. ამის იმედი მაქვს მე. შემდეგ თუ გადავართ მზემდე მიფრენას ჩვენი რაკეტით მოუნდება 8.3 წუთს. 150 მილიონი კილომეტრია მზემდე საშუალო მანძილით, წეღანასაც თქვით და ეს 8.3 წუთი ეს არის ძალიან საინტერესო პერიოდი. ერთი გაგებითაც თუნდაც რომ მოხდეს უცებ და მზე ჩაქრეს. რაღაცა მოხდა რა ვიცი, აი დავუშვათ, უცებ ვიღაცა დიდი გიგანტი მოვიდა, რომელმაც ჩაგვიქრო მზე. ამას ბატონო თანუსი მოვიდა კი და ჩაგვიქრო მზე. ამას ჩვენ 8.3 წუთის განმავლობაში ვერანაირად ვერ გავიგებთ. აი ეს არის უცნაური, რომ სანამ ეს ინფორმაცია ჩვენამდე მოვა, აუცილებლად უნდა გავიდეს 8.3 წუთი. ჩვენ არ გვაქვს სხვა არანაირი საშუალება გავიგოთ, რომ მზე აღარა ყვავს. ან რაღაცა გააიღეს და ბატონო? არ ვიცი ფილმი, არ მინდახი ეგ ფილმი. ხო, მაგრამ მაგას ესე იგი წინასწარ იცოდე რომ ხო თორე იქამდე აი დაუშვათ აქ რო დგეხარ და უყურებ ზე და ის რა ქვია შეიძლება ჩამკრალია 8 წუთის განმავლობაში, მაგრამ ვერაფრით ვერ ხვდები რომ ის ჩამკრალია. აი ეგეთ რაღაცაზე აქ ლაპარაკი. ზე არის ჩვენი ასტრონომების ერთ-ერთი ძირითადი საინტერესო თავარი რა ქვია მაგას წერტილი და უნდა გითხრათ რომ მთელი ასტრონომების დედამიწაზე არიან ცოტანი არიან ასტრონომები პირდაპირ გითხრათ და ახლავით 10,000-მდე ასტრონომია მთელ დედამიწაზე როგორც ჩვენ ვიცით და აქედან მეხუთედი 2,000-მდე ასტრონომი სწავლობს მზეს, მხოლოდ მზეს. საინტერესო დეტალია პარალელს თუ მოვიყვან, საქართველოს მხატვართა კავშირში 90-იანი წლების დასაწყისში იყო 2,000 მხატვარი ოფიციალურად გაფორმებული. ახლა შეხედეთ როგორ განსხვავება დედამიწისა რაოდენობა ასტრონომებისა და მხატვრობისა საქართველოში. შემდეგ აი მე მინდა ეს ფილმიც გაჩვენოთ, გაუშვე ეკა თუ შეიძლება. და ასტრონომების კონცენტრაცია არა მხოლოდ ვიზუალური და დედამიწისეული დაკვირვებებით შემოიფარგლება, არამედ კოსმოსური ხომალდებიდან დაკვირვებული მზე. როგორი არის ის? დღეს ძალიან აქტიურად სწავლობს იქ სოხო, SDO, ეს არის SDO-ს გადაღებული მზე. ხედავთ როგორი ის არის ამოფრქვევები, მთელი ამბები ხდება ხოლმე იქა და აი ესეთი არის ჩვენი მზე, უფრო კარგად შეხედავს სხვადასხვა ფილტრებით. აი ეს არის პროტუბერანცი, ამოფრქვევა ვულკანს წააგავს. თითქოს და პარალელი შეიძლება დედამიწის ვულკანთან მოიყვანო, მაგრამ თუნდაც ვულკანები არ არის ისინი, რა თქმა უნდა, სხვა მოვლენებთან აქვს საქმე. აი ესეთი პროტუბერანცები შეიძლება 3-4 წუთში
დაახლოებით 300-400,000 კილომეტრამდეც კი ავარდეს მზეზე. ნუ წარმოიდგინეთ 300-400,000 კილომეტრი ეს დედამიწიდან მთვარემდე მანძილია. ისე ზუსტად ეს საფეთქებები ანანაპირებობს იმას, ეხლა მე რა ჩამოთვალე. უბრალოდ ვიზუალურად ჩვენ როცა ვხედავთ ლაქებს, აი ლაქების ეს არის მოკლეტალოვან უბანში გადაღებული სურათები, რომელსაც ჩვენ ვიზუალურად ვერ ხედავთ. პირველი ეფექტი, რომელიც დაინახეს ამ მიმართ პროტუბერანცები კი მოჩანს, სპიკულების მოჩანს ვიზუალურად, მაგრამ აი ბევრი რაღაცა მოვლენა, რომელიც მზის ზედაპირზეა და კორონაშია, არ მოჩანს ხოლმე ვიზუალურად და ამიტომ პირველი ეფექტი, რომელიც მზის აქტივობასთან დააკავშირეს, ეს იყო ლაქები ზუსტად. აი შეხედეთ როგორი ის არის მოძრაობები, საოცარი დინამიკები, საოცარი ამოფრქვევები და ამხელა არის. წარმოიდგინეთ ეს დედამიწა აქ იქნება, აი პატარა აი ის ლაქები რო გაჩვენეთ წეღან, ის ლაქები არის დედამიწის ზომის, არ დაგავიწყდეთ. მზის ზედაპირზე ლაქა დაახლოებით მანქანა ზომას იმას იზავ რა არის? ჭექაქუხილია? არა ის ამოიფქო და ჭექაქუხილი იყო და რა. შემდეგ თუ მიდი ცოტა გადმოადგილე შეგიძლია მაუსით? მაუსი დევს დეკამანტ. აი ხო, აი ხედავთ ამოფრქვევა. ეს არის აი ხო, აი ეს მინდოდა მეჩვენებინა, რა ქვია, შეხედეთ, ეს არის გადაღების დროს და ვენერამ გაიარა ჩვენსა და მზეს შორის. ანუ რა ქვია, ესე აი ხედავთ, ეს არის ვენერას გადადიველე, ამ მოვლენას ქვია ხოლმე ვენერას გავლა მზის დისკოზე, დედამიწიდან ძალიან იშვიათია, სხვა შორის 109 წელიწადში ერთხელ ხდება ხოლმე ეს მოვლენა, მაგრამ კოსმოსიდან შეიძლება რომ ისე მართო შენი აპარატურა ეს მოვლენა საკმაოდ ხშირი გახადო. რა ლამაზია ხედავთ ეს არკები და ისინი. კაი, ეკა მაშინ გადავედით შემდეგ იმაზე, თუნებას მომწონი, ეგ გამოთიშე და მე გავაგრძელებ. გავცნით ახლა მზეს. გადავედით მეორე მხარეს და პირდაპირ მივიდეთ მარსთან. მარსი არის არა, არ გამოგირთია, აი ამ დააჭირი აქა. ხო. ჩამოდი ქვემოთ და შემდეგი ობიექტია ჩვენთვის მარსი, რომელიც დედამიწის იქით არის უკვე და რითია ჩვენთვის ალბათ მიაქცევით ყურადღებას, რომ ბოლო დროს ძალიან დიდი აჟიოტაჟები ატეხილი მარსის შესწავლასთან დაკავშირებით. რატო ხდება ეს ყველაფერი? საქმე იმაშია, რომ ადამიანებს კოსმოსის კვლევისას ერთ-ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა და ყველაზე საინტერესო პრობლემად მიაჩნიათ სიცოცხლის არსებობა სადმე. და სიცოცხლის არსებობის კვლევასთან ძალიან დაკავშირებულია მარსი. რაშია საქმე, რომ მოგეხსენება დღეს პოულობენ ბევრ პლანეტებს და ამბობენ, აი ვიპოვეთ დედამიწისნაირი პლანეტა. ჟურნალისტები ხანდახან წერენ ხოლმე. დედამიწისნაირი პლანეტა, წარმოგიდგენთ, წერტილივით ხედავთ რაღაცას და იმაზე თქვა, რომ დედამიწისნაირი პლანეტა. ეს ან და ვერც ხედავ. ხანდახან ზოგიერთი ის 3000 წელი რო არის ნაპოვნი, იმათი მხოლოდ ორბიტები და შეფასებებით შეგვიძლია ჩვენ თქვათ რა არის. ან და შეიძლება მაქსიმუმ დავინახოთ სპექტრის ხაზებში რაღაცა ან წყლის მოლეკულა ან და რაღაცა ეგეთები დავინახოთ, ამით მივხვდეთ, რომ იქ რაღაცა არის. მაგრამ მე ჩვენ ვერ დავინახავთ. მაგრამ არის ესეთი სახეობა პლანეტებისა, რომელსაც ეძახიან სასიცოცხლო ზონის პლანეტებს. რა არის ახლა სასიცოცხლო ზონის პლანეტები? ბიოლოგებმა გადაწყვიტეს, მე არ ვიცი რატო ეს ბიოლოგებიდან მოდის, რომ იმისაც რომ არსებობდეს სიცოცხლე სადმე პლანეტაზე, აუცილებელია რომ იყოს ტემპერატურა 0-დან 100 გრადუსამდე. ანუ თხევადი წყალი რო იყოს. ორთქლი სადაცაა წყალი, ან და სადაცაა გაყინული წყალი, იქ სიცოცხლე არ შეიძლება. ასე თქვას ბიოლოგებმა. მზის სისტემაში მხოლოდ ორი პლანეტაა ეგეთი. სასიცოცხლო ზონის პლანეტები, ანუ დედამიწა და მარსი. სადაც შეიძლება იყოს თხევადი წყალი. დანარჩენ პლანეტებზე, მაგალითად ვენერაზე წაღან გითხარით, თუ საშინელი სიცხე არის, იქ არ შეიძლება იყოს თხევადი წყალი. იქ იუპიტერზე, სატურნზე გადავალთ, იქ ცივა, იქ არ შეიძლება იყოს თხევადი წყალი და რჩება ჩვენი მარსი რა. ამიტომ არის დღეს აქცენტირებული შესწავლა მარსისა და ადამიანი მე დარწმუნებული ვარ, როდისმე აუცილებლად გავა დედამიწიდან და სადღაც იქით გააგზავნებს ექსპანსიონის გააგზელებს, სხვა პლანეტებზე გადავა და სიცოცხლეს გააგზელებს და ერთ-ერთი პირველი ეტაპი ამ გადასვლაში იქნება მარსის ეტაპი. ბატონო? ინცელადსაც ხო ამბობთ, რომ შეიძლება. კი, შეიძლება, მაგრამ აი წარმოიდგინეთ, აი მარსი არის აქვე. აი ამ გაგებით მართლა აქვეა და ცოტა ძნელია, იცით რომ მარსზეც კი ბევრი რამე არ ვიცი და უცებ ენზელადზე და იქით რაღაცა იმ პლანეტებზე, რომელიც ჩვენგან არის დაუშვათ 300 წელიწადზე ან სხვა მანძილებზე და იმაზე ზუსტად ვილაპარაკოთ, რომ ის დედამიწისეულია, იქ ტყეები ხარობს და იქ რაღაცები. თუ არ მოვიდა მართლა რამე ინფორმაცია დამატებით, ცოტა ძნელია ხოლმე ეგეთი რამის თქმა. კიდევ მარსთან დაკავშირებით ერთი საინტერესო დეტალია. სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებით არის რამდენიმე თეორია დედამიწაზე. ერთი ყველამ კარგად ვიცით, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი, მე ახლა ამაზე არ ვილაპარაკებ, ეს
მდლებმა ილაპარაკონ, მეორე თეორია არის, რომ ის რა ქვია, სიცოცხლე დედამიწაზე ჩამოტანილი ეტაპობრივი გადმოსახლების გზით და ერთ-ერთი ეტაპი ამ გადმოსახლებაში იყო მარსის ეტაპი. დაახლოებით 3-4 ამას ქვია პანსპერმიის თეორია. 3-4 მილიარდი წლის წინ მარსზე იყო ჩამოვიდა რაღაც სიცოცხლე, რომელიც შემდეგ გადმოხდა დედამიწაზე მიკრობის სახით და მერე იქიდან გამიტარდა ჩვენი სიცოცხლე. რამდენად არის ეს მართალი ჩვენ არ ვიცით, მაგრამ თავისთავად საინტერესოა ისტორიულად აი ამის ჩვენი, ანუ ისტორიული სიცოცხლის წარსული, არქეოლოგიური სიცოცხლის ზევნაც თუ ეგეთი რაღაცა არსებობდა. ამიტომ არის ინტერესი ძალიან დიდი მარსისა. ეხლა გადავედით ცოტა იქით თუ გადავართ მარსს გავცილდებით, მივართ ესეთ ასტეროიდების სარტყელში. ასტეროიდები ესენი არიან პატარა ქვები ან დიდი ქვები, რომლებიც მუდმივად მოძრაობენ აი ამ ორბიტაზე ძის გარშემო. ძალიან ბევრია. მათი რაოდენობა დაახლოებით 10 მილიონამდე არის და ხანდახან რო გვაშინებენ ხოლმე, გახსოვთ ალბათ რომ აი მოდის დაგვეცემა ეს მოხდება, ის მოხდება, ამაზეა ლაპარაკი, მაგრამ ესენი იმდენად არ არიან საშიშნი. არსებობენ ასტეროიდების განსაკუთრებული კლასი, რომელთაც ქვია დედამიწის ახლო ასტეროიდები. დედამიწის ახლო ასტეროიდები ესე კი არ მოძრაობენ. აი მოძრაობენ, აი აქედან შემოდიან, ესე შემოგვივლიან ხოლმე და ეს ჩვენ ორბიტასაც გადაკვეთენ და გადიან ისევ. შემოვლენ, გადიან და ესეთი რა. ესეთი ასტეროიდები არსებობენ. მათი რაოდენობა 6000 ძალია. ეს საკმაოდ საშიშია, პირდაპირ რომ გითხრათ და არსებობს აი მათი ალბათობაც რომ ისინი როდისმე დაგვეტაკონ. ახლა დანარჩენი ფილმებშიც გინახიათ, არმაგედონი ყველასა გაქვთ ნანახი და ასე შემდეგ. მაგალითად ბოლო ინფორმაციას გეტყვით, ეს არ არის ჟურნალისტური ინფორმაცია, ეს არის რა ქვია, ასტრონომების ინფორმაციები, აპოფიზი ასტეროიდი, რომელიც 2009 კი რაღაც 2029 წლის შეცდომით ამაქვს იქ აკრეფილი ისა რაღაცა 2029 წლის 15 აპრილს დედამიწას ჩაულის 31000 კილომეტრ მანძილზე. დიამეტრი მისი დაახლოებით 300 მეტრია. წარმოიდგინეთ ესენი არიან ჩვენი გეოსტაციონარული თანამგზავრები, რომელთაც ტელევიზია მუშაობს, ყველაფერი მუშაობს და აი იმ თანამგზავრებზე უფრო შიგნით შემოეს აპოფიზის ჩაგვილის. ცოტათი თუ აუქცია და 500-ზე იქნა და ახლოს მოვიდა, წარმოიდგინეთ რა უბედურება მოხდება. უბედურება კი დიდია მოსალოდნელი, იმიტომ რომ ამაზე ვიცით რომ არ მოხდება, მაგრამ ზოგადად თუ ეგეთი დაგვეცა ძალიან დიდია მოსალოდნელი, თუნდაც ის ფაქტი წარმოიდგინეთ რომ როცა ჩამოვარდა ტუნგუსკის მეტეორიტი 1908 წელს მისი დიამეტრი მეცნიერების შეფასებით იყო 50 მეტრი. ანუ 50 მეტრიანი ქვა დაეცა სადღაც და დიამეტრი რადიუსი 120 კილომეტრის რადიუსში თლიანად მოსპო ყველაფერი, ტყე და ყველაფერი მოსპო. წარმოიდგინეთ 300 მეტრიანი რამხელა უბედურებას მოიტანს ისა. მე ხშირად ვამბობ ხოლმე რომ მასშტაბები რო გადმოვიტანოთ, მაგალითად თბილისიდან დაბასტუნამდე არის 250 კილომეტრი. შუაში არის ხაშური. ხაშურში რო ჩამოვარდეს ესეთი მეტეორიტი დაუშვა ტუნგუსკასავით, არა? თბილისიდან დაბასტუნი ჩათვლით ყველაფერი მოისპოვა. გისმენ? ძალიან პატარა ხო? ეს 50 მეტრიანი. პატარა, კი, ამასთან იმიტომ რომ ძალიან ძლიერ დამანგრეველი ძალა აქვს. ამ 300 მეტრიანს გაცილებით მეტი დამანგრეველი ძალა აქვს. ჩერნობილში არა, ჩერნობილში არა, ის ბომბი აფეთქდა. ჩერნობილის ის ატომური სადგური აფეთქდა. არა, ჩერნობილში კი არა, ჩელიაბინსკში. იმაზე ამბობენ 9 მეტრი იყო, მაგრამ მან არის ერთი დეტალი. ჩელიაბინსკი რო ჩამოვარდა იმის უკან, მეორე დღეს მოდიოდა ძალიან ახლო ჩაგვიფრინდა 27000 კილომეტრზე 50 მეტრიანმა ისევ, მაგრამ ის გაცდა. და ჩელიაბინსკზე კიდევ ამბობენ რომ შეიძლება სულაც არ იყო ასტეროიდი და რუსებს რაღაც რაკეტა ჩამოუვარდათ და მერე გააფორმეს რა. ისე სწრაფად მოხდა რეაგირება ყველაფრისა, რომ ნუ იცით რა არის ასტეროიდებისთვის დაბრალება ბევრი რაღაცისა კარგია სამხედრო თვალსაზრისით ხოლმე და ეგეთ რაღაცას ამბობენ, თორე ამიტომ არ ვიცი ბოლომდე ის რა იყო. მაგრამ თუ იყო პატარა 9 მეტრიანი დაახლოებით. მაინც ვერ გავიგე, ანუ შეჯახების კი, დაწვის 50-70 კილომეტრი წამში სიჩქარით მოძრაობს. ეს არის ამხელა ქვა, წარმოიდგინე, ადრე ეწერა რაღაცა, რომ ისაო რაჭის მთებშიო ჩამოვარდა რაღაცაო გაანათავ და ესაო ანაო პატარა თვითმფრინავის ან დიდი ასტეროიდის ჩამოვარდის კვალი იყო და ეს არის პირიქით, რომ პატარა ასტეროიდის ან და ძალიან დიდი თვითმფრინავი რა ეფექტებსაც იწევს ერთნაირი რაღაცა რა. ანუ იქ რაჭის მთებში არ ჩამოვარდილა სერიოზული არაფერი, პატარა შეიძლება ამხელა რაღაც ჩამოვარდა. აი წარმოიდგინეთ რომ მუჭისხელად, ჩემი მუჭისხელა რო იყოს ის მეტეორიტები ყველას დაგინახავთ ალბათ, გაიფრინა ჩაქრა რა, მოწყვეტილი ვარსკვლავებს რო ეძახით ხოლმე. აი ეს მოწყვეტილი ვარსკვლავები არის სულ რამდენიმე მილიმეტრიანი. მეტი კი არ არის.
ხო და რო იყოს მუჭისხელა ეს უკვე ეცემა დედამიწას და ტოვებს ეს კარგ დიდ კვალს რომელსაც ჩვენ ბოლიც ვეძახით მე იმის მოძებნა ხოლმე ძნელი თორე ისე აი ეგეთი რაღაცა ხდება და აი როგორ გითხრათ აი მე თვითონ მომსწრე ვარ ესეთი მოვლენების რომ შუა ღამისას უცებ ცა ნათდება მთლიანად როგორც სვარკას რო აკეთებენ ხოლმე და ძალიან კაშკაშა ნათება რო არის აი ბოლიდი ჩამოვარდნა ეგეთია რა და ეს ბოლიდი იყო ალბათ აი ამ ხელა სულ მეტი კი არა ხო და ესე დიდი კი კაცო ძალიან დიდი მასი წეს წვა იწვის ატმოსფეროში და იწვის და დარტყმისგან ხდება ნუ ეხლა ცოტა დიდი ისა ეფექტი ვიდრე მაგრამ 50 მეტრიანი და 300 მეტრიანი ამას უკვე ატმოსფერო ვერანაირად ვერ შეაკავებს დინოზავრები მაგის გამო გადაშენდნენ ჩვენ და საბედიერო სხვათა შორის ამიტომ ყოველთვის უარყოფით არ გვიკეთებენ ხოლმე ესეთი რაღაცები ჩამოვარდა ხო დინოზავრები რო ყოფილიყო ჩვენ ვერ გამრავლდებოდით ეგ არის რა ეხლა გავაგრძელოთ მე აქ აღარ მინდა დიდხანს შევჩერდე აქ არის ზუსტად ერთი იმის ანიმაცია თუ როგორ არის ჯუნო გაუშვეს და ის არის ზუსტად რაც აი გახსოვთ მე რო გეუბნეოთ რომ ჯერ ამზეს მიუახლოვდებით მეთქი ავჩქარდებით აი როცა ჯუნო გაუშვეს იუპიტერზე ესეთი რამ გააკეთეს რომ მოფრინდება ახლა ჯუნო ერთ წლის მერე დედამიწასთან აჩქარდება დედამიწა მოისვრის და უფრო სწრაფად წავა რა ქვია იუპიტერისაკენ აი ამაზეა ეს აი ხედავთ ახლა ჩაულის აი აჩქარა და გაისროლა იქით მოკლედ ეგეთ ორბიტებს ითვლიან ხოლმე ძალიან გრავიტაცია იზიდავს დედამიწა ხო დიდი სხეულია და ეს დედამიწა მოიზიდავს აჩქარებს და ის უფრო სწრაფად გავა იქით რა ეგეთი რაღაცა ხდება და მე მიუახლოვდა იუპიტერს ეს ძალიან საინტერესო რა ქვია თანამგზავრი იყო რომელიც იყო გამომკუთვნილი იუპიტერის იმისათვის რა ქვია მაგნიტური ველების კვლევისათვის და საინტერესო კიდევ რა არის რომ იუპიტერს აღმოაჩნდა პოლარული ციალები აი ჩვენი რო აქტიური მზეროც არის მაშინ დედამიწაზე მატულობს პოლარული ციალები იგივე მექანიზმებით იუპიტერზეც არის პოლარული ციალები და ზუსტად ამ პოლარული ციალების შესასწავლად გაუშვეს ეს ჯუნო ზევით ეკა გთხოვთ შემდეგი next slide please მოიცა ახლა უკვე შენ გათიშო და სლაიდი მე უნდა გადავიტანო ხო შენ არაფერ შუა შერახარ ეგ გაჩერდა ცოტა გაჭედა ძალიან ჩქარა ხო ლაპარაკობ ეკას უმაფრთხილებს ხოლმე ნელა ილაპარაკეო და ამიტომ თუ რაღაცა იქნება გამაჩერეთ კაი წავედით ცოტა ქვევით ეს იყო მაგალითად ახალი ჰორიზონტები ძალიან კარგი ხომალდი გაუშვეს პლუტონზე და იმ ხომალდმა რომ შორიდან გადაღებული დედამიწა ამ ახალი ჰორიზონტების მიერ გადაღებული დედამიწა მე ჩვენ იუპიტერს ჩავulit ხო აქ ჩვენი ლექციის ფარგლებში რა უნდა გითხრათ მე რამდენიმე დეტალი რომ იუპიტერს როცა ჩვენ უყურებთ აი მაგალითად ამაღამ არ დაგეძინდა და გამოხედე დაინახე იუპიტერი ან და იცოდე რომ მას ხედავ ისეც როგორც ის იყო 45 წუთის წინ იუპიტერიდან ჩვენამდე მოცულა სინათლე ანდომებს დაახლოებით 45 წუთს ეს არის დაახლოებით 700 მილიონი კილომეტრი და ისე იუპიტერი ძალიან საინტერესო ობიექტია სხვა ჩვენ ძალიან ბევრს უყვარს რომ ჩამოდიან ხოლმე და ნახულობენ ტელესკოპში ხედებიან ყველა ამბობს აუ სატურნი რა ლამაზია ჩემთვის მაგალითად იუპიტერი გაცილებით უფრო საინტერესოა იმიტომ იუპიტერი დინამიურია თქვენ რო იხედებოდით სისტემატიურად ტელესკოპში არა დაუშვით ერთხელ შემოხვიდე და შეხედი არა დაინახათ რომ იუპიტერი დღეს ესეთია ხვალ სხვანაირია რაღაცა იქ რუბლები მოძრაობენ თანამგზავრები მოძრაობენ გადაადგილდებიან ხან იმალებიან ხან გამოდიან ხოლმე და მთელი რაღაცები ხდება და აი სატურნი შედარებით კი ლამაზია მაგრამ გაყინული სილამაზეა დღეს რაც არის ხვალაც ის მოჭას იმ ტელესკოპში ახლა თვალით რო უყურებ ისე აქტიურად არ იცვლება როგორც იუპიტერი ხოლმე ეხლა სატურნზე ძალიან ბევრი ესე თუ გაიშეხედეთ წევა რომ გითხარით პოლარული ციალები მეთქი იუპიტერისა რომლის დასაკვირვებლად იყო ჯუნო გაშვებული აი და მისი მაგნიტური ველები და ეს თვითონ იუპიტერი რაღაც საოცარი ნახატებია ხოლმე თითქოს იუპიტერის ღრუბლებზე და ხშირად ვამბობ რომ აი კარგი სიურრეალისტები რო ხატავდნენ ზუსტად ისეთ ფერებია სამწუხაროდ ეს ფერების გადმოცემა იცით რა რომ ნახულობთ და მე აქ რო გადმოგაქვს სხვანაირი ფერები გადმოდის და გადმოცემაში რაღაცა იკარგება თორე ისე სინამდვილეში მართლა ძალიან კარგი რამ გამოდეს ეს არის იო გადაღებული ახალი ჰორიზონტის მიერ რითია საინტერესო ეს სურათი რატომ მოვიტანი მე თქვენთან რომ იო არის იუპიტერის თანამგზავრი გახსოვთ ალბათ 4 თანამგზავრი აქვს იუპიტერს ფანტასტებმაც კარგად იციან ესე იო ევროპა კალისტო განიმედი ეს არის კოპერნიკის გალილეოსეული თანამგზავრები და იოზე აღმოჩენილია ვულკანური აქტივობის კვალი შეხედეთ
ეს არის ვულკანის ამოფრქვევარი დაფიქსირებული იოზე. დედამიწაზე ერთ-ერთი თეორიით, აი წეგა რომ ამბობდი 4 თეორია არსებობს მეთქი სიცოცხლის წარმოშობაზე, ერთ-ერთი თეორიით სიცოცხლე წარმოიშვა ვულკანური აქტივობის შედეგად. ადგილზე ჩამოყალიბდა რაღაცა ის ორგანული ნივთიერება, რომელმაც მისცა ბიძგი შემდეგ სიცოცხლის განვითარება და სიცოცხლის წარმოშობას. აი იოზეც ფიქრობენ, მართალია იოზე ზოგადად არის დაახლოებით -100 გრადუსი, მაგრამ რახან არის ვულკანები, იქ უნდა იყოს თბილი წყაროები და ამ თბილი წყაროებში შეიძლება იყოს რაღაცა მიკროორგანიზმები, რომელიც უშოთ აი სიცოცხლეს წარმოადგენენ. თუ ჩვენ ვიპოვეთ სადმე ცოცხალი მიკროორგანიზმი თუნდაც სადმე, ეს ნიშნავს, რომ არსებობს იქაც სხვაგანაც სიცოცხლე. ეს პრინციპულად უკვე ახალი პასუხებია სიცოცხლესთან დაკავშირებით, ისიც და საერთოდ სოფხედელობასთან დაკავშირებითაც. ეხლა გადავიდეთ უფრო გავაგრძელებთ აი სატურნი, ხედავთ როგორია მისი რგოლები. მართლა ძალიან საინტერესოა, მე კი ცოტა დავაკმნიე ჩემს საუბარში, მაგრამ წარმოგიდგენთ სატურნის რგოლი დიამეტრში არის 300,000 კილომეტრი. სისქით სულ კილომეტრ ნახევარია, იგი არ ამყარია, რა თქმა უნდა, იმდენად არ ამყარი, რომ ამერიკელებმა შეგით გაიფრინეს კიდეც, ეს არის პატარა ქვების, ყინულის ნატეხების, მტვრის ნატეხების რაღაცა უთვალავი რაოდენობა, რომელიც მოძრაობენ ერთ სიტყვაში და ქმნიან ასეთი უწყვეტი რგოლის შთაბეჭდილებას და მე ეს არის ძალიან რთული მათემატიკური პრობლემა, რომელზეც ასტრონომებს ბოლომდე პასუხი არ აქვს, მაგრამ არის ერთ საინტერესო რამ, რომ აღმოჩნდა, რომ სატურნის რგოლი შედგება 80-მდე რადიალური რგოლისაგან. 80-მდე. ვფიქრობდი, რატო არ იშლება ეს რგოლი? ჯერ ერთი დაიშლება, მართლა ეს არის აი ამ მოცემული მომენტის ვიზუალი, რომელსაც ჩვენ ხედავთ. რომ მისი ასაკი ვარ მოგატყუოთ, მე მგონი რაღაც 100 მილიონი წლის ფარგლებში მერყეობს და უნდა დაიშალოს კიდეც რა, ეგეთ რაღაცაზეა ლაპარაკი. და აღმოჩნდა საინტერესო რამ, რომ ყველა ამ რგოლსა და რგოლს შორის მოძრაობენ პატარა თანამგზავრები, რომელსაც წყებსებს უძახიან, ეს მწყემსები თავის გრავიტაციით აწონასწორებენ მთელ ამ რგოლს. წარმოიდგინეთ, აი ამდენი მართალია ოფიციალურად ამბობენ, რომ სატურნს 62 თანამგზავრი აქვს, ისიც მე არაფრით არ ვეთანხმები ხოლმე, იმიტომ რომ სატურნს აქვს უამრავი რაოდენობა თანამგზავრისა. უნდა გითხრათ, რომ ესეთივე რგოლები აქვს ურანსაც, იუპიტერსაც, მაგრამ მათი რგოლები ძალიან სუსტია სატურნის რგოლთან შედარებით. ეს მოჩანს პირდაპირ ნებისმიერ ტელესკოპში, რომ ჩაიხედოთ სატურნის რგოლს ხედავთ. აბა გისმენთ? შავი ზოლი როა, კასინის კვეთები. არა, იქ არაფერი არ არის და ესეთი ხანდახან ეხლა მე აქ არა მაქვს სურათები მოტანილი, აი საოცარი ისენია ხოლმე ტალღები, რაღაცები, ისეთი რაღაც უცნაურ დინამიკებია რა, რომელსაც აი ვერანაირად რა ვიცი, ვერ აღწევთ რა. ეგ შუაშია ესა? არა, შავი ზოლი. არა, პლანეტა აი ეს გარშემო რკალი რაცა. კი, შუაშია. ეკვატორის გადადის. დედამიწასაც აქვს. ოღონდ ზოდიაქალური იმით რაღაც გამყნეული მტვრის სახით, ძალიან სუსტი. ზოდიაქალური ნათება არის, როცა ზღვაზე მოჩანს ხოლმე, რომ ჩადის მზე საპირისპირო მხარეს ხედავთ რაღაცა განათებულ ზოლს. ეს არის ზოდიაქალური ნათება და ეს არის ზუსტად იმ მტვერზე გაბნეული სინათლე. კი. გავაგრძელოთ? შემდეგ გავდივართ სატურნამდე, რომ თუ შევხედავთ, ცოტა გვიან ამოდის, დაახლოებით 4 საათზე იქნება ამაღამ ამოსული. თუ შეხედავთ სატურნსაზე და გახსოვდეთ, რომ უყურეთ მას, როგორც არის ის საათნახევრით ადრე რაც ჩანდა, ანუ ჩვენი რაკეტა, ჩვენი სხიური რაკეტა იქამდე ვიფრინას საათნახევარს მოუნდება. ნუ მე ახლა აღარ გავყვები დეტალებში, რა ქვია, იქ არის ურანი, იქ არის ნეპტუნი და გავდივართ ნელ-ნელა გავდივართ მზის სისტემიდან. ბოლო ობიექტი პლუტონი, როგორც მოგეხსენება, ჩამოალაბორანტეს. ხშირად კითხულობენ ხოლმე, რატო ჩამოალაბორანტეს პლუტონიო და აი აქ გეტყვით ამის პასუხს მარტივად. საქმე იმაში შეხედეთ, ეს არის მზის ტიპის, დედამიწის ტიპის პლანეტები. პირველი 4 პლანეტა, რომელიც არის მყარი, რომელიც მოძრაობს ახლოს მზასთან. შემდეგ მოდის გიგანტი პლანეტები, იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი. ესენი არიან არამყარი პლანეტები, მასიური პლანეტები და ასე შემდეგ. და ბოლოს არის პლუტონი. ეხლა პლუტონი რო აღმოაჩინეს, პლუტონი აღმოაჩინეს 1930 წელს და მე ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რომ პლუტონი აღმოაჩინეს, იმიტომ რომ უნდათ ძალიან რომ აღმოაჩინოს მე-9 პლანეტი. მართლა ესე მოხდა რა. იყო ესეთი პერსი ლოველი ტრამვაის მაგნატი სხვათა შორის, არანაირი კავშირი არ ჰქონდა თვითონ ასტრონომიასთან. ცუდად ხوارზე ხარ ამ რაღაცა ისეთი რაკურსით იყურები, რომ ხო და რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა ასტრონომიასთან, გარდა იმისა, რომ უნდოდა აღმოეჩინათ პლანეტა, მან შეისყიდა ააგო ობსერვატორია, იყიდა ტელესკოპი და ასაქმა ადამიანი და მიზანი პირდაპირ ჰქონდა, რომ აღმოეჩინა მას მე-9 პლანეტა.
4 წელიწადი მოუნდა კლაი ტომბო ამ პლანეტის აღმოჩენას. სხვა შორის 2 მილიონამდე გამოსახულება გასინჯა სანამ აღმოაჩენდა ამ პლანეტას და მე აღმოაჩინა. რახან აღმოაჩინა ატყდა მთელი აჟიოტაჟი და გაუხარდათ ყველაფერი და ასე შემდეგ. მე მახსოვს ჩვენ კილაძე ყავდა ასეთი რაც გარდაცვლილი ძალიან ცნობილი მეცნიერი რომელთან ერთადაც ვაკვირდებოდი პლუტონს და პლუტონი ბოლომ აღმოჩნდა რომ არ იყო ბოლომდე ჩამოყალიბებული პლანეტა. ანუ პლუტონი იზრდებოდა კიდე და კიდე ყალიბდება. პლუტონი როგორც კი გადალახავს ხოლმე ამ ეკვატორის ეკლიპტიკის სიბრტყეს იმატებს თავის იმაში წონაში მტვერის სიკრებს რაღაცები ხდება მოკლედ პლუტონზე. პლუტონს აქვს რიგი საინტერესო ისეთი ეფექტები თუნდაც ის რომ ყველა ეს დანარჩენი რვა პლანეტა მოძრაობს დაახლოებით ერთ სიბრტყეში, ანუ ეკლიპტიკის სიბრტყეში. ერთადერთია პლუტონი, რომელიც აი ესე გადადის, თავზე გადაგვილის ხოლმე ჩავა, ესე გადაგვილის და ჩავა და რაღაცა, ამიტომ ამით ძალიან არღვევს იმ კანონზომიერებას, რაც დიდ პლანეტებს შეეხება. კი, რა თქმა უნდა, აუცილებლად ის გარშემო მოძრაობს. მერე 90-იან წლებში ჰაბლის ტელესკოპის გაშვების შემდეგ აღმოჩნდა რიგი პატარა პლანეტებისა, რომლებიც ძალიან წააგავდა პლუტონს. წონით, ზომით და ყველაფერი და ზოგი პლუტონზე დიდიც იყო. დადგა საკითხი, ან ისინიც უნდა ჩაეთვალათ დიდ პლანეტების ოჯახში, ან და პლუტონიც უნდა ჩამოელაბორანტებინა და მართლაც ეგეთი რამე მოხდა, რომ ჩამოელაბორანტეს პლუტონი და გადაიყვანეს ჯუჯა პლანეტების კლასში, აი ქვავარ და ესენი რო არის იმაზია ლაპარაკი. აქ საინტერესო რა მოხდა, რომ ამერიკელებს ჰქონდათ ესეთი პროექტი შემუშავებული, რომ რა ქვია, ყველა პლანეტასთან მისულიყვნენ. ჯერ კიდევ კენედის დროს დაიწყო ეგ პროექტი 60-იან წლებში, ყველა პლანეტასთან მიფრენილიყვნენ, გადაიღოთ, შეესწავლოთ რაღაცები. და ყველა პლანეტა გაიარეს პლუტონამდე. დარჩა ერთი პლუტონი და 2006 წლის თებერვალში გაუშვეს ხომალდი ახალი ჰორიზონტები, რომელიც უნდა მიფრენილიყო პლუტონთან. თებერვალში გაუშვეს და ივნისში პლუტონი ჩამოალაბორანტეს, მაგრამ ეს ხომალდი გაფრენილი იყო და უკან ხო ვერ დააბრუნებდნენ. მართლაც იმ ხომალდმა ძალიან ბევრი საინტერესო რამ ჩამოიტანა ინფორმაცია და აი თუდაც ეს არის შეხედეთ პლუტონის ზედაპირი, რომელსაც ვერანაირად დედამიწაზე ვერ დავინახავდით, იმიტომ რომ აქ არის რა ქვია ჩვენთან დედამიწაზე მოჩანს როგორც წერტილი რა, ვარსკვლავით მოჩანს ეს პლუტონი. ეს არის ქარონი, მისი რა ქვია პლუტონის თანამგზავრი. აი ხედავთ, ეს არის თვითონ პლუტონი და მისი თანამგზავრი ქარონი, რომელიც საკმაოდ დიდია. ესაც ორმაგი სისტემა, როგორც ჩვენთან, უფრო შეფარდება, უფრო ნაკლებია და ასე შემდეგ. იქ და ახალი ჰორიზონტებმა საინტერესო დეტალი ახალ ჰორიზონტებთან დაკავშირებით, რომ მან ჩაუვარა პლუტონს გაიარა და ეხლა გააგრძელა სხვა იმას ეძებს შესასწავლად, მაგრამ თითოეული კადრის გადმოცემას იქიდან უნდება დაახლოებით 8 საათი. წარმოგიდგენთ, ყველა გადაღებული სურათი, სანამ ჩვენამდე მოვა დედამიწაზე, უნდება 8 საათი და ბუნებრივია ამ ინფორმაციების დამუშავებას როგორი ფასი აქვს და როგორ ასე ვთქვათ, დიდი ინფორმაცია სიძლევა შესაბამისად. კაი, გავედით ეხლა მზის სისტემიდან გავდივართ, ეს არის კოიპერის სარტყელი, რომელიც ითვლება, რომ ასე ვთქვათ, ხელშესაღები საზღვარი შეიძლება ჩაითვალოს მზის სისტემისა, თუმცა არის საქმე, აი პლუტონის ხედავთ იქ არის და იქამდე მიფრენას დაუშვათ მზიდან, სხივი ანდომებს 5 საათი და 19 წუთი, ანუ შესაბამისად ჩვენი რაკეტაც აი მაგ დროს მოუდომებს, რომ ჩვენ პლუტონს შაუვარდ და კოიპერის სარტყელს გავცდეთ და მე იქით გავიდეთ. თუმცა უნდა გითხრათ, რომ ეს არ არის მზის სისტემის საზღვრები. დღეს ხშირად მიდის ლაპარაკი, რომ იქით არის მეცხრე დიდი პლანეტა, არის რაღაცა ეგეთები, აი ისინი მოთავსებულია თუ ეგეთი არსებობს, გაცილებით უფრო შორს არიან. იგულისხმება, რომ მზის სისტემის საზღვარი არის იქ, სადაც მზის გრავიტაციული ველი უფრო დიდი არის, ვიდრე სხვა მეზობლების გრავიტაციული ველი, რომლებიც მოიტაცებენ ეს დაახლოებით 1.5 სინათლის წლის მანძილზე არის გავრცელებული. კაი, გავედით ეხლა აქედან და წავედით ცოტა ქვევით და გადავდივართ ვარსკვლავებისაკენ. როგორ ზომავთ ვარსკვლავებამდე მანძილებს? ალბათ ყველაფერი ამედან დამეწყო, მაგრამ შესაბამისად იქ ცოტა შესავალიც უნდა გამეკეთებინა და რა ხდება, რომ ვარსკვლავებამდე მანძილის თვითონ მეთოდი მოფიქრებული არა მარტო ვარსკვლავებამდე, არამედ მთვარემდე, მარსამდე, ესე არის გაზომილი ეს მანძილები, მზემდეც და სხვადასხვა ობიექტებამდე. მოფიქრებულია ჯერ კიდევ მეორე საუკუნეში ჩვენ წელთაღრიცხვამდე ძალიან ცნობილი ბერძენი ასტრონომის ჰიპარხოსის მიერ. მანძილი ეხლა და ამ მეთოდს ქვია პარალაქსის მეთოდი, აი ეხლა რომ გითხარი, პარალაქსის მეთოდი ქვია და რა იგულისხმება პარალაქსის მეთოდში. აი ეხლა ყველამ გამოიშვიეთ ესე თითი, ლაიქი ასე ვთქვათ და დახუჭეთ ცალი-თვალი შეხედეთ, თქვენ თით სად ფიქსირდება თითი, მერე გაახილი ეგ თვალი და მეორე თვალი შეხედეთ, თითი გადახდა გადმოხდა.
ეს ყველას გაუკეთებია ბავშვობაში, ყველამ კარგად ვიცით. რატომ მიხდი მოხდის თითი, რა ხდება? ხდება ის, რომ ჩვენი ბაზისი, ანუ თვალებს შორის მანძილი არის რაღაც გარკვეული ბაზისური მანძილი, ხან ამ კუთხით უყურებთ თითს და ხან იმ კუთხით უყურებთ თითს და ეგ არის სულ მეტი არაფერი. ზუსტად ეგ მაგ მეთოდს იყენებენ ხოლმე აი ამის საშუალებით, თუ თქვენ იცით კუთხე როგორ გადახდა თითი, თუ თქვენ იცით მანძილი თქვენ თვალებს შორის, მაშინ ძალიან ადვილად გაიგებთ მანძილს თითამდე. არ შეგეშალოთ, კედლამდე ვერ გაიგებთ, მაგრამ თითამდე გაიგებთ მანძილს ამით. ზუსტად ეგრე ვაკვირდებით ჩვენ ვარსკვლავს, ზუსტად ეგრე ვიგებთ მანძილს ამ ვარსკვლავებამდე და აი, შეხედეთ აქ არის მოყვანილი, როგორ შეიძლება ნებისმიერი შენობის სიმაღლე გაიგო, ისე რომ შენობაზე არ ახვიდეთ რაღაც ესეთ. სანამ აქამდე გადავალ მე ერთ რაღაცასაც ვიტყვი, ხშირად ვახსენებთ ხოლმე ჩვენ, რა ქვია, სინათლის წელიწადს, ახლა ასტრონომიაში ყველა მით სინათლის წელიწადი, სინათლის წელიწადი ეს არის მანძილი, ისევე როგორც პარსეკი არის მანძილი, რასაც ახლა ვლაპარაკობდით და არავითარ შემთხვევაში დრო არ არის. და რა არის ახლა სინათლის წელიწადი? ეს ის მანძილია, რომელსაც სინათლის სხივი, ანუ სინათლის ტალღა, ელექტრომაგნიტური ტალღა, ეს იქნება რადიო, გამა თუ ნებისმიერი სულ ერთია, გავლას ანდომებს ერთი წელიწადი. აი ერთ წელიწადში რამდენს გადის სინათლის ტალღა, ესეთი რაღაცა მარტივად შეიძლება გამოვითვალოთ, რომ დღე-ღამეში რამდენია წამი, მე ეს წამების რაოდენობა გაამრავლო დღეში, წელიწადში დღეების რაოდენობაზე, მე ეს გაამრავლო სინათლის სიჩქარეზე, აი შეხედეთ სინათლის სიჩქარეზე გადაამრავლე და მიიღებ ესეთ რაღაცა საშინელ რიცხვს. პირდაპირ გეტყვი და მე ამას არასოდეს არ ვიმახსოვრებ, არავის არ ვეუბნები დაიმახსოვრეთ მეთქი, მაგას გაცილებით ადვილია პირდაპირ თქვი, რომ 20 სინათლის წელიწადი და всё რა. ეხლა ის გადაამრავლე კიდე 20-ზე, მე თქვი, რომ 20 ტრილიონია თუ რაღაც არ ვიცი, უკეთ არ ვიცი. მართლა არ ვიცი. ვერ ვიმახსოვრებ, ლეშინია ხოლმე ვერ ვუყურებ იურა. მე ერთი ის ვიცი, რომ დაუშვათ ეს ძალიან აი ამდენჯერ დიდია დედამიწის დიამეტრზე და დედამიწის ორბიტის ნახევარ ღერძზეო. მაგრამ ჩვენ ვიყენებთ ხოლმე, ჩვენ ვიცით, რომ სინათლის წელიწადი, როცა ამბობენ ასტრონომები, რომ აი ვარსკვლავამდე თუნდაც წეღან რომ ვახსენე, რომ აქტური, რომელიც გამოჩნდა და იქამდე მანძილი 36 სინათლის წელიწადი, ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ მე ახლა არქტურს რო უყურებ, სინათლე არქტურიდან წამოსულია 36 წლის წინ. და ეხლა მოვიდე ჩემთან, აი მაგას ნიშნავს ზუსტად ეს სინათლის წელიწადი. ეხლა გამოვაგრძელოთ ცოტა ქვევით და ისე პარალელს თუ დაუბრუნდებით, აი როგორ ხდება, ტექნიკურად როგორ ხდება ეს გაზომვები. ჩვენ უყურებთ ვარსკვლავს გაზაფხულზე, ან და მე 6 თვის შემდეგ. ხო ვიცით, რომ დედამიწა შემოიარა ერთი ისე ნახევარწრე, ამათ შორის ამ ორ წერტილის შორის არის 300 მილიონი კილომეტრი მანძილი, ორი ასტრონომიული ერთეული. ვიგებ აი ამ კუთხეს და მე ძალიან ადვილია ტანგენსის საშუალებით ძალიან ადვილია გამოითვალო როგორი მანძილია იმ ვარსკვლავამდე პარალაქსებში. ეს არის და აქ შემოდის ახალი ერთეული პარსეკსაც განმარტავ, ერთეული რომელსაც ქვია პარსეკი. პარსეკი რა არის? წარმოიდგინეთ, პარსეკი ეს ის მანძილია, ცოტა ისეთი ის არის, მაგრამ ისეთი მახვარ დაიღალენ ბავშვები. ელენე, თუ დაიღალენ არ არის პრობლემა, ნებისმიერ დროს შეგიძლია დატოვოთ, ხო? მე უფრო საინტერესოები იქნება ის ბავშვებისაც, რო იცოთ. პარსეკი ეს ის მანძილია, რომელსაც, რა ქვია, რომლიდან დედამიწის ორბიტის ნახევარ ღერძი მოჩანს 1 სეკუნდიანი კუთხით. 1 სეკუნდიანი კუთხე რო წარმოვიდგინოთ რა არის, ეს არის აი 20 თეთრიანი რო აიღოთ და გაიტანოთ სადღაც 3 კილომეტრზე და როგორც დაინახავთ 20 თეთრიანს, ეგ არის 1 სეკუნდიანი კუთხე. ძალიან პატარაა, მაგრამ უახლოესი ვარსკვლავი ამაზე უფრო შორს არის. ესე იგი უფრო პატარა კუთხით მოჩანს. 0.75 პარსეკია. დღევანდელი ასტრონომია კიდე ძალიან ბევრს ტექნიკურად მიაღწია იმას, რომ დაახლოებით 10,000, 100,000 პარსეკამდე, 100,000-მდე არა, 10,000, 20,000 პარსეკამდე ზომავს ხოლმე მანძილებს ვარსკვლავი. ეს არის საშინლად დიდი მანძილები და რომელსაც აი ახლა გაჩვენებთ როგორ ხდება ის ტექნიკურად. აი ახლა გადავედით და აი ისევ სურათზე თუ როცა ძველი ტრადიციული მეთოდი რო იყო და ფოტოგრაფიას ვიღებდით ხოლმე, ფოტოგრაფია გადაღებული ივლისში და ფოტოგრაფია გადაღებული იანვარში. აი აქ არის მაგალითად ეს იანვარი, ეს ივლისი და ხედავთ ერთ-ერთი ახლო ვარსკვლავი გადაადგილებულია სხვა შორეული ვარსკვლავების ფონზე. თუ თქვენ ამ გადაადგილებას გაზომავთ, როგორია კუთხურ სეკუნდებში, მაშინ ადვილად იგებთ მანძილს აი ამ ვარსკვლავამდე. ეხლა ცოტა ქვევითაც წამოვიდეთ და შეხედეთ აი მოდი გავუშვათ ეს ფილმი. თუ აქედან ვერ გავუშვი, ეხლა ენტერი მიეცი, აბა ეკა თუ წავაპირდაბი. თუ წავიდა, თუ არ და მაშინ გავიდეთ და გარედან აბა მიდა რა. არა, ნახევარ წელიწადში ის ვარსკვლავი შეიძლება თვითონ გადაადგილდა. კი.
საკუთარი მოძრაობა ქვია მაგას. ის უკვე საკუთარი მოძრაობა. ამ გადაადგილებს იურა აქ პერიოდული ხასიათი და კაი, მაშინ გამოდი მაგედან მოიცი ფოლდერიდან გავუშვებ. საკუთარი მოძრაობები ძალიან დიდი აქვს ვარსკვლავებში, რომ აი მოდი მეორე ფოლდერი ხომ უნდა აგერ არის და აი ეს არის აი უყურეთ ეხლა გავუშვებ ევროპის ასე ვთქვათ გაერთიანებულმა ობსერვატორიამ გაუშვა ძალიან საინტერესო თანამგზავრი, რომელსაც ქვია გაია ამ თანამგზავრს და შეისწავლა ძალიან ბევრი ვარსკვლავებამდე პარალაქსები და მანძილები. ხედავთ როგორ მუშაობს ეს თანამგზავრი, ახლა მაგაზია ეს ფილმი. ეს არის 1.3 მილიარდი ვარსკვლავის მანძილი არის შესწავლილი ესეთი ბაზა, რომელიც გამოვიდა სულ 1 წელი არ არის, რაც გამოვიდა. ჩვენ არ აქონია ესეთი მასშტაბის ბაზა. ხო არ გეფარებით ხალხო რაღაც აქ რო დგევარნა. და აი დედამიწა მოძრაობს მზის გარშემო. შესაბამისად დედამიწასა და მზეს აქვთ რამდენიმე ასე ვთქვათ წონასწორობის წერტილი, ლიბრაციის წერტილებს ვეძახით ხოლმე ჩვენ და ეს წონასწორობის წერტილი რაც ნიშნავს თუ იმ წერტილში მოასთავსებ რამე სხეულს, ის სხეული მუდმივად იქ რჩება. ანუ გრავიტაციულად სხვაგან არ მიდის. აი ეს არის დედამიწიდან რაც ნიშნავს პარალაქსი და შემდეგ გადატანილი აქვთ, ხედავთ? შემოხაზა ცაზე პატარა წრე. აი ესეთ რაღაც გაკეთება მინდა ეკა, შენ რო გეუბნები. არის ბედა. ხო. და ცოტა თუ გინდა გადმოახტუნე რომ ხო და ნელა მიდის და მე კიდე მეშინია ხალხი არ დაიღალოს. აი ლიბრაციის წერტილ 2-ში მოთავსებულია ეს თანამგზავრი, მუდმივად ღამეშია მოთავსებული დედამიწის ჭრილში სხვადასხვა და ხედავთ აკვირდება ცას და მისი გადაადგილებით შესაბამისად ვარსკვლავები უნდა იცვლიდნენ, ხაზავდნენ ესეთ ელიფსებს, კიდე გადმოახტუნე ეკა. აი ახლა გააჩერე ცოტა ხანი უკვე თვითონ გააკეთებს დანარჩენს. ანუ ჩვენი გადაადგილება, ეს არის ჩვენი გადაადგილება, მაგრამ წარმოსახვით ჩვენ გონია რომ ვარსკვლავები გადაადგილდებიან და იმის დამიხედვით რაც უფრო დიდია ელიფსი, მით უფრო ახლოს არის ვარსკვლავი. ხედავთ? ეს არის პარალაქსები ზუსტად ვარსკვლავებამდე მანძილების გაზომვა და ამიტომ ამის მე როცა გეტყვით ვიქამდე ამდენი მანძილია მეთქი დამიჯერეთ ძალიან გთხოვთ. საკმაოდ ისეთი ხარი არგუმენტი გვაქვს მაგ ხრივ. კაი, მაშინ გამოვიდეთ მაგედან და გავაგრძელოთ. ეხლა რომ გავიდეთ, რას ვნახავთ ამოდი. ეხლა მოდით გადავიდეთ ნენელა ესე 1 პარსეკი, წეგან ერთეული რო ვახსენე, ის არის 3.26 სინათლის წელიწადი და მოდით კიდევ ჩამოვიდეთ თქვით, ეს არის უახლოესი გარემო ჩვენი. აქ არის ცნობილი ვარსკვლავებიდან, აქ არის სირიუსი, აქ არის ალფა ცენტავრი და დანარჩენები არიან საკმაოდ შორს ჩვენგან მოშორებულები და მოდით ვნახოთ როგორი არის ყველაზე ახლო ვარსკვლავი ჩვენგან. ყველაზე ახლო ვარსკვლავი ჩვენგან ეს არის სამჯერადი სისტემა აღმოჩნდა და ეს არის ცენტავრის ალფა ზოგადად ესეთ სახელი ქვია, არის სამჯერადი სისტემა. ეს ცენტავრის ალფა A, ცენტავრის ალფა B და ცენტავრის ალფა C. სადმე დაჯექი ეკა. და საინტერესო რა დეტალია, ეს ორი ვარსკვლავი ცენტავრის ალფა A და ეხლა ჩამოვალ ცოტა ქვევით და გაჩვენებ, აი როგორ შეედერება ისინი ერთმანეთს ზომებით. შეხედეთ, ეს არის მზე, აქა ზომით ცენტავრის ალფა A დაახლოებით მზისნაირია. მისი და ასაკითაც ის 6 მილიარდი წლისაა, ჩვენ დავართ 5 მილიარდი წლის. ნელა ეკა რა კამერა წააქციო. ცენტავრის ალფა B არის მისი თანამგზავრი ვარსკვლავი, რომელიც სულ ცენტავრის ალფა A-სთან ეს გარშემო ესე მოძრაობს და ცენტავრის ალფა C არის ვარსკვლავი პროქსიმა, რომელიც აი ხედავთ, რომელიც ორივე ამას ეკა ოღონდ არის ლაპარაკო და ხელი არ შემიშალო. ორივე ამას სულის ცოტა უფრო შორ
დაახლოებით 9 მილიონი წელი პერიოდით. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს თუ პროქსიმა, რომელიც ლათინურად ეს სიტყვა ნიშნავს უახლოეს, არის უახლოესი ვარსკვლავი 250,000 წლის შემდეგ პროქსიმა გადაინაცვლებს მეორე მხარეს ამ სამაქ სისტემაში და აი A და B იქნებიან ჩვენი უახლოესი ვარსკვლავები. აი ეს არის ჩვენი უახლოესი სისტემა. ეხლა გადავიდე აი შეხედეთ კილომეტრებში რომ გამოგვეხატა, ეს არის 4,3 სინათლის წელიწადი იქამდე მანძილი, კილომეტრებში რომ გამოგვეხატა, ესეც საშინელი რიცხვები იქნებოდა და ბუნებრივია ამის ცოტა ძნელია ხოლმე ახმა და ამიტომ ჩვენ ვიყენებთ ასტრონომებით სხვანაირ ერთეულებს. როცა გადავდივართ გალაქტიკაში, გალაქტიკას აქვს თავისთავად აი ორი თეფში რო აიღო და ერთმანეთზე დაადოთ, ესეთი ფორმა აქვს და ცენტრში არის ესეთი შესქელება, იქ არის გროვები, რაღაცა სფერული გროვები ძირითადად და არის პერიფერიებში, სადაც არის შტოები. ჩვენ მოთავსებულები ვართ პერიფერიაში და ძალიან კარგიც არის, აი მე ცოტა ქვევით გეტყვით, რატო არის ეს კარგი. აი ჩამოვიდეთ კიდევ ქვევით და ვნახოთ რამდენიმე საინტერესო ობიექტი, რომელიც ჩვენ ცაზე გვხვდება, მაგალითად პლეიადები. ეხლა უკვე ჩასულები არიან შემოდგომაზე, ხშირად პლეიადებს ერევათ ხოლმე პატარა დათვის თანავარსკვლავი. შეხედავთ და გონიათ რომ ეს არის პატარა დათვის თანავარსკვლავი. პლეიადები არის ვარსკვლავ ჯგუფი, ვარსკვლავ გროვა. ესენი არიან ერთად დაბადებული ვარსკვლავები, დაძმანი არიან ერთმანეთის, რომლებიც ერთად-ერთი ღრუბისგან დაიბადნენ, ერთად მოძრაობენ, ერთად გადაადგილები, ერთნაირი ასაკი აქვთ, მაგრამ სხვადასხვა დროს დაიხოცებიან. რაც უფრო კაშკაშაა ვარსკვლავი, ეს კაშკაშა ვარსკვლავები მალე დაიხოცებიან და სუსტები კიდე დიდხანს იცოცხლებენ. ეს არის ასტრონომიაში ძალიან ისე სამყაროში ეს ცნობილი რამ, რომ რაც უფრო კაშკაშა ობიექტი, ის უფრო მალე გადის თავის ევოლუციის გზას და მერე ბოლოშიც ადვილად გადის ხოლმე და პატარა და ჯუჯა და სუსტი გაცილებით დიდხანს ცოცხლობს. ეს ბუნების კანონი ყოფილა. პლეიადებამდე მანძილი წეგანაც გითხარით, რომ 500 სინათლის წელია დაახლოებით, ანუ ჩვენ როცა აი შემოდგომაზე ახლა არ ჩასან და არა, კარგად დაღამებული თორე ცაზე შეიძლება პირდაპირ ჩვენება. აი თუ ჩანს ისა ძალიან ჩამავალი იქნება რა მოკლედ. და ჩანს უკვე იუპიტერი? ხო და ის რა ქვია და ეს პლეიადები მოკლედ ეს არის ვარსკვლავი გროვა, რომელიც აი ძალიან საინტერესოა. გადავიდეთ ჩვენ ახლა გადავახდეთ იქით ხარეს შემოდგომის ცაზე, ასევე ჩანს ხოლმე ძალიან საინტერესო თანავარსკვლავედი, ორიონის თანავარსკვლავედი. ორიონის თანავარსკვლავედი არ შეიძლება რომ შეგეშალოთ რა. ისეთია ცაზე რომ გაიხედები და სამხრეთისკენ გაიხედები, აუცილებლად დაინახავთ, ძალიან ლამაზია ლეგენდის მიხედვით ორიონი იყო მონადირე, რომელიც თავის ქოფაკებთან ერთად დიდ ქოფაკთან და პატარა დიდ ძაღლთან და პატარა ძაღლთან ერთად რა ქვია დადიოდა სანადიროდ და ორიონის თანავარსკვლავედში არის მთელი რიგი საინტერესო ობიექტებისა. მაგალითად, ერთ-ერთი არის, აი, ეხლა ეს გავუშვათ ეკა თუ შეიძლება. ვარსკვლავი ბეტელჰეიზე. ვარსკვლავი ბეტელჰეიზე ზევით რო ვარსკვლავი იყო მოთავსებული, არის წითელი გიგანტი. იქამდე მანძილი დაახლოებით 600 სინათლის წელია. სხვადასხვა ავტორები სხვადასხვა წერენ ხოლმე და ამიტომ მოდი ვთქვათ, რომ 600 წელია. იგი დიამეტრით და მოცულობით, როგორც ამბობენ, 1 მილიარდჯერ დიდია ვიდრე ჩვენი მზე, მაგრამ მასით 20 ჯერ უფრო მძიმეა. ბეტელჰეიზე ის იშვიათი გამონაკლისია ვარსკვლავებში, რომლებიც ასტრონომმა შეძლეს ზედაპირის დანახვა, იმიტომ რომ ვარსკვლავები, როგორც გინდა ტელესკოპი დააკვირდეთ, მაინც წერტილოვანი ობიექტების სახით ჩანან ხოლმე. აი ბეტელჰეიზე რა ქვია, ესეთი ხედავთ როგორი ისენი მიდის турბულენცია და საშინელი რაღაცები და როგორც მეცნიერები ფიქრობენ ბეტელჰეიზე სულ მალე უნდა აფეთქდეს. როგორც აფეთქდეს, როგორც ზიახალი ვარსკვლავი. აქ ერთი ნო არის. საქმე იმაშია, რომ ბეტელჰეიზე შეიძლება უკვე აფეთქებულია და ყოველ დღე შეიძლება დაინახოთ თქვენ მისი გაკაშკაშება კი. როცა ბეტელჰეიზე გაკაშკაშდება ეს იქნება როგორც აი სავსე მთვარე რო აჩვენებს ხოლმე, აანათებს ხოლმე ცაზე, დაახლოებით ეგეთივე რამ გამოჩნდება 2 თვის განმავლობაში ჩვენ დავინახებთ ესეთ მოვლენას. თუმცა როგორც კი ეს დაიკლებს და ჩაქრება, მაშინ ორიონის თანავარსკვლავი ჩააქრესა. ორიონის თანავარსკვლავებში ის შვენიერი წითელი ვარსკვლავი, რომელიც ზევით მოჩანს, აღარ გვეხდება ერთი ეგარი განსხვავება. ხშირად კითხულობენ ხოლმე რაიმეთი თუ შეგვეხება ეს აფეთქება. საბედნიეროდ ისე დიდი მანძილია, რომ ჩვენამდე რამე სერიოზული, ასე თქვათ, გავლენა და მოვლენები არ მოხდება. გაცილებით, მაგალითად, ჩვენ რო ვიყოთ ბეტელჰეიზესთან დაახლოებით 100 სინათლის წლის მანძილზე,
მაშინ აუცილებლად დაზიანდებოდა ძალიან ბევრი რამ დედამიწაზე, მაგრამ საბედნიეროდ ჯერჯერობით ჩვენ ეგეთი ახლო მეზობელი არავინ არ აქვს ეგეთი ამფეთქებელი. ეხლა თუ ბეტელჰეიზედან გამოვართ ქვევით, იქვე არის ორიონის ნისლეული, მოდი აი გაჩვენებ დეტალებში თუ სად რა არის, თუ გნებავთ, აი ეს არის ბეტელჰეიზე, აქვე აი ამ სამ ვარსკვლავს ქვია ორიონის სარტყელი, ორიონის სარტყელის ქვეშ არის ესეთი ორიონის მახვილი, შუაში ვარსკვლავი რო გონიათ თქვენ, სიამდვილეში არის ნისლეული, საოცარი წარმონაქმნი, რომელიც აი ესეთ რა ქვია, ქვევით უნდა წავიდეთ კიდევ, რაღაცა ესეთ რამეს წარმოადგენს. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ მივფრინავთ თვითონ ეს თუ ეს ბეტელჰეიზია ესე. მაშინ გათიშე. კარგი, ჩამოვედი. უკან დავხვდივარ ისევ. აი ორიონის ნისლეული ასეთი არის, რა ქვია, გადაღებული, იქამდე მანძილი არის 1300 სინათლისწელი. ესე იგი თქვენ რო წარმოიდგინეთ, ახლა ორიონის ნისლეულში იყო და აქეთ უყურებდეთ საქართველოს, დაინახავთ მერვე საუკუნეში რა ხდებოდა საქართველოში. თუმცა ახლა რა ხდებოდა მაშინ ისე არაბების ობსერვატორია იყო, ერთი ნარიყალაზე ეგ ვიცი და ისეთი რამე სერიოზული ხდებოდა თუ არა. თბილისი როგორ არ იყო კაცო, მაშინ თბილისი არსებობდა. სადამდე? 600. კი. ეხლა ჩამოვე ორიონის ნისლეული არის ძალიან საინტერესო და ლამაზი ობიექტი. სხვათა შორის ზოგიერთ ხატვარს გვარს არ დავასახელებ, ძალიან აქ ხოლმე. აი რო შემოვიდა ხა დაგვიანებული ამაზეა ლაპარაკი, ეს არის ქალბატონი ეკა აბულაძე, მისი ნახატია ეს ორიონი. ხოდა ორიონის ნისლეული გადაღებული შიგნით. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ მივფრინავთ ეს უკვე დოკუმენტურად გადაღებული ინფორმაცია, რომელიც არის 3D ვიზუალიზაცია გაკეთებული. ჩვენ ახლა მივფრინავთ ორიონის ნისლეულში. ნისლეული დაახლოებით 3000 მზის მასისა და მასში მიმდინარეობს აქტიური პროცესები ვარსკვლავ წარმოშობისა. ანუ პირდაპირ ჩვენს თვალწინ იბადებიან ახალი ვარსკვლავები. აი ჩვენი მზეს და მზის სისტემას დაახლოებით 5 მილიარდი წლის წინ ასეთივე ნისლეულისგან არის წარმოშობილი. და ჩვენც ადამიანები რო დაუკვირდეთ ის, რასაც ჩვენ დღეს წარმოადგენთ, აი დანდა რაც გვაცვია, 5 მილიარდი წლის წინ იყო ესეთი ნისლეული, რომელსაც თქვენ აქ ხედავთ. შემდეგ ჩამოყალიბდა ის ნივთიერება, რომელსაც დაუშვათ ჩვენ წარმოადგენთ. აი თუ დააკვირდებით, ზოგიერთი ძალიან ლამაზი ობიექტია, ეს არის პლანეტარული ნისლეულები, სადაც იბადებიან აი ეს პლანეტები. აი ცოტა ეს დინამიკი ბღუის ახლა? გარეთ ბღუის რამე კაცი. აი შეხედეთ კომეტარული ნისლეულებს ეძახიან ხოლმე ამას და პლანეტარული ნისლეულებს. აი ეს ყველაფერი და შეცენში არის მოთავსებული, ამას ქვია ორიონის ტრაპეცია. ეს ორიონის ტრაპეცია ახალგაზრდა ვარსკვლავებია ძალიან. ჩვენი გამოთვლები და დაკვირვებით მათი ასაკი დაახლოებით 3-დან 10 მილიონი წლამდეა. ნუ ახლა 3 მილიონი წელი ძალიან ცოტა თითოლება ასტრონომიაში, მაგრამ სამწუხაროდ მალევე დაიხოცებიან, ისეთი კაშკაშები არიან და ძალიან მალე გაივლიან თავის ევოლუციის კვარს. ეკა ცოტა გადმოახტუნე რა, ხო? გამო. აი ეს ორიონის ტრაპეცია. ძალიან ხშირად როცა 6-ია. ხო, ძალიან ხშირად როცა ამ სურათებზე და იმაზე ვლაპარაკობ ხოლმე, რატომღაც გონიათ, რომ ეს არიან რეტუშირებული, ან და მხოლოდ მანქანა ყოფილა. ეს არის რეტუშირებული, ან რაღაცა არის, ან იმით გაკეთებული და ესეთი სინამდვილეში შესაძლებელია მხოლოდ კოსმოსური ხომალდებიდან ამის გაკეთება. აი ახლა გაჩვენებთ მე სურათებს, ეს არის ჩემი სტუდენტების ჩვეულებრივი პატარა ტელესკოპზე გადაღებული ჩვეულებრივი ციფრული აპარატით. აი თქვენ რო იღებთ სურათებს, ესე ციფრული აპარატით გადაღებული ორიონის ნისლეული. ხედავთ, ეს არის ფრაგმენტი ორიონის ნისლეულისა, იმიტომ რომ მთლიანად ვერ ჩაეტია კადრში, აი ეს რა ქვია, ნისლეული ისე დიდი იყო და აი მე მოზაიკა ავაწყობინე, რომ რაღაცა მოხაზულობა გამოჩენილიყო იმ რა ქვია, თვითონ ობიექტისა. ნისლეულები სხვადასხვანაირია, სხვა სიცოცხლესთან და ორგანიკასთან დაკავშირებით უნდა გითხრათ, ეს არის ნისლეული, რომელიც აღმოაჩინეს და არის ალკოჰოლით გაჯერებული ნისლეული. აქ არის ძალიან თუ ბევრი სპირტი აი ამ ნისლეულში.
ანუ ორგანული ნივთიერება სამყაროში ბევრია, მაგრამ როგორც ასე ჩამოყალიბებული სახით, როგორც სიცოცხლე ჩვენ ჯერ არსად არ შეგხვედრია. თანდათანობით თუ გადავინაცვლებთ კიდევ იქით 6500 სინათლის წელიწადზე არის ესე ძალიან ცნობილი საინტერესო ობიექტი, რომელსაც ქვია კიბორჩხალას ნისლეული. კიბორჩხალას ნისლეული არის კუროს თანავარსკვლავედში, პლეიადების ცოტა უკან არის, ესე რო გითხრათ. და რა ქვია, კიბორჩხალას ნისლეული ეს არის 1054 წელს დედამიწაზე ჯერ ჩინელებმა და მერე ქართველებმა 3 თვის დაგვიანებით, როგორც ყველაფერი ზარმაცები ვიყავით ეთყობა, დააფიქსირეს როგორ აენთო რაღაცა ვარსკვლავი, რომელიც გამოჩნდა და ისე გაკაშკაშდა, რომ დღისითაც კი მოჩანდა ხოლმე. ეს არის აი მაშინდელი ბეტელჰეიზე რა. ეს არის ცნობილი ზიახლის ანთება კიბორჩხალას ნისლეულში. სამწუხაროდ აქ გაჩნდა ესეთი ცუდი ტერმინი. მაშინ ეგუნათ რომ ვარსკვლავი დაიბადა და მოვლენად დაარქვეს ახალი და ზიახალი ვარსკვლავები. მერე დღეს ახალი და ზიახალი ვარსკვლავებს როცა ამბობენ ხოლმე, ეს ნიშნავს რომ ვარსკვლავის სიკვდილი დააფიქსირა მეცნიერმა. აღმოაჩინა ზიახალი ვარსკვლავი სუპერნოვას რო ეძახით ხოლმე. ეს ნიშნავს რომ მეცნიერმა დააფიქსირა როგორ აფეთქდა ვარსკვლავი, როგორ მოკვდა ის და ასე შემდეგ და ახალი ვარსკვლავის დაბადება იყო წელან ორიონის ნისლეულში, მაგრამ ორივე შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ ტერმინს ახალი ვარსკვლავები და ეგ არის ცოტა პრობლემური რა. ეხლა აი აქ კიბორჩხალას ნისლეულში ბოლო დროს ხშირად ლაპარაკობენ ხოლმე ხმებზე, აი ხმები კოსმოსიდან ხმები ჩაწერა და რაღაცა, ეკა თუ შეიძლება და აბა ეხლა ნახოთ თუ ისმის იქიდან ხმა, აი ხედავთ, ეს არის კიბორჩხალას ნისლეულის ხმა, ეს არის კოსმოსის ხმა. უბრალოდ რა მოხდა, მეცნიერებმა ჩაიწერეს ის იმპულსები, რომელიც რადიო გამოსხივებით მოდიოდა, ბუნებრივია ყური არავის არ ჩაუყვია არც სატურნში, არც რამეში ეგეთში. ეს რადიო გამოსხივება ჩაწერილია და მერე გადმოტანილია ჩვენთვის ახმა დიაპაზონში, რომ ჩვენ გავიგოთ ეს, რომ ჩვენ ნაუშად რაზე იყო დაახლოებით როგორი ხმებია კოსმოსში, თორე სინამდვილეში ხშირად ამბობენ ხოლმე რომ კოსმოსური ხმები, თუმცა ხმები რომ გერთი ტალღები არსებობს. უბრალოდ გერთი ტალღები იქიდან ჩვენამდე ვერანაირად ვერ მოვა, იმიტომ რომ ვარსკვლავთ შორის სივრცეში, ბატონო? არ ვრცელდება, მაგას ვამბობ. ეს არის რადიო ტალღები, მოსული და რადიო ტალღები თქვენ რომ რადიოში მუსიკას უსმენთ მაგალითად. პირდაპირ ხმა ხო არ მოდის არა, რადიო ტალღები ჩაიწერა იქ ვიღაცამ და მე ეს რადიო ტალღები თქვენმა მიმღებმა გადააწყო ხმოვან ტალღებად და იმას უსმენთ. აი ეგეთ რაღაცასთან გვაქვს აქ საქმე. შემდეგ გადავინაცვალოთ ცოტა ქვევით კიდევ და მივდივართ ეხლა ცენტრისაკენ. დაანები ეხლა ეს მეორე იმას არ გვინდა მაგდენი, ახო არა, თუ გინდა გახსენი, ახლა გახსენი იყოს, მაგრამ უკვე დროც აღარ არის იმდენი. არის დრო. ჰა? არ მოგვესდით? კაი, თუ არა, მაშინ არ არის პრობლემა. ხო, ერთი რამე მინდა გთხოვოთ, ხანდახან უხერხულობენ ხოლმე გასვლას და იმას. თუ როდისმე ან მოგვესდეთ რაღაც არანაირად არ არის მოსარიდებელი, ხალხო იცით ეს ამბავი. ეს ისევ პულსარის ის იყო ვისპების და ჯეტების გადაადგილება, როგორ მოძრაობენ შიგნით რაღაცა ასეთი ნაკადები. ისევ აი ჩამოვედით ქვევით და ვნახოთ ეხლა ესეთი ძალიან საინტერესო სფერული გროვები. წეგან მეკითხარით რომ ჩვენი გალაქტიკა ეს არის ორი თეფში რო დაადოთ ერთმანეთს და შუაში არის შესქელება მეთქი რაღაცნაირი. აი შესქელება შუაში იქნება აი ესეთი სფერული გროვების ძირითადი ნაწილით. ხანდახან გალაქტიკის ჩონჩხსაც ეძახიან ხოლმე იმ ადგილს, იმიტომ ბევრი ესეთი სფერული გროვა ძალიან ლამაზი ობიექტებია, სხვა შორის თვითონ ტელესკოპშიც რო უყურებ მართლა ისეთია წარმოგიდგენთ, ამ ადგილას არის ერთად 100,000 მზე, ერთად შეკრებილი. აი ჩვენი მზე რო ესე 100,000 წარმოგიდგენთ და მზეზე უფრო კაშკაშებია ბევრი სხვათა შორის ამათში. რაღაც ძალიან ლამაზი ობიექტებია და ესენი ქმნიან ძირითად კასიაკს რა იმ გალაქტიკისა, რომელსაც გარშემო ექნება ის სტრუქტურები. პირველადი სტრუქტურა თავიდან ესენი ჩამოყალიბდა და იქ იმის მერე დაიწყო ჩვენმა გალაქტიკამ გაზრდა თავის სპირალური შტოების წარმოშობა და რაღაცა ეგეთების გაკეთება. ეხლა მე სანამ გალაქტიკიდან გავალთ, მინდა გაჩვენოთ ერთი ლამაზი ფილმი, ისევ რომელიც ძალიან მიყვარს და არ შეიძლება რომ ამ ფილმს გვერდი ავუაროთ. ეს არის ნისლეულები, კი. უკვე დარწმუნდით რომ ჩვენთან შეიძლება იგივე გადაღებული იყოს რაღაცა ხანდახან, მაგრამ გვეზარება ხოლმე ფილმების და იმის გაკეთება. ეგა მედიათეკამ გააკეთეს ბატონო მასალას თქვენ მოგცემთ სიამოვნებით კი
ხო და ეს ნისლეულები არის ძალიან საინტერესო ობიექტები, უпростоოდ ლამაზი ობიექტებია. ხმაც ხო ისმის და რაღაც ხმა დადებულია. სახელები ჩვენი დარქმეული არ არის, ჩვენ ვარქმევთ ხოლმე აი ამ M16 რო წერია იმ სახეს. ეს M-ი ფრიად საინტერესო რამ არის. იყო ვინმე ესეთი მესიე ფრანგი ასტრონომი მე-18 საუკუნეში, რომელიცაც ძალიან უნდა და კომეტების აღმოჩენა. მაგრამ კომეტების აღმოჩენა როგორ ხდებოდა ხოლმე, რომ მესიე უყურებდა რაღაცა ობიექტს, ცოტათი გადღაბნილი იყო, ეგონა რომ ეს იყო კომეტა ტელესკოპში, მერე უყურებდა მეორე დღეს, მესამე დღეს ეს ობიექტი არ მოძრაობდა ცაზე, ესე კომეტა არ იყო. ამიტომ რომ კომეტას უნდა ემოძრაო უძრავი ვარსკვლავური ცის ფონზე. და მესიემ შექმნა კატალოგი კომეტების ზებნაში ხელშეშლილი ობიექტების კატალოგი. ანუ მესიეს კატალოგი. ეგეთი არის 106 ობიექტი. აი მესიეს კომეტა აღმოჩენილი აქვს თუ არა, საერთოდ არავინ არ იცის, მაგრამ დღეს ყველაზე პოპულარული კატალოგი საერთოდ ასტრონომიაში რაც არსებობს, ეს არის მესიეს კატალოგი და უმეტესობა ეს ცნობილი ობიექტების არის ზუსტად მესიეს კატალოგიდან. აქ იუმორი იმაშია, რომ ადამიანი პოპულარული გახადა იმას, რაც მუშაობაში ხელს უშლიდა რა. ზუსტად იმით არის ცნობილი. აი შეხედეთ რა საოცარი ისენია. ენჯერზე უკვე ეს არის New General კატალოგი, ეს არის ჰერშელის კატალოგი, ჰერშელი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ასე ვთქვათ, ვირტუოზი მუსიკაში და ასტრონომიაში. ანუ რას გულისხმობ, რომ პროფესიით მუსიკოსი იყო, მაგრამ ასტრონომი იყო ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი ასტრონომად ითვლება, Master. ხო რა. აი აქ არის ძირითადად ის ნისლეულები, რომლებიც ზიახლების ნარჩენებია, ან და ახლიდან აიძაღან რომ იყო ორიონის ნისლეული, ასეთი ნისლეული, რომელშიც იწყება ახალი ვარსკვლავების დაბადება. აი მაგალითად ლაგუნაში მიდის ახლა ვარსკვლავების დაბადება ძალიან აქტიურად და ესეთი ბევრია რა, ცაზე რო გითხრათ, ამასინათ იყო გავრცელდა სურათი, რომ ღმერთის სახლი იპოვესო მეცნიერებმა, ახლა ღმერთის სახლი ცოტა სასაცილოა. ეტა კარინა შეაჩერე, ეს არის ეკა შეაჩერე, ეს არის ყველაზე მასიური ვარსკვლავია, შიგით მოთავსებული, პრობელს დააჭირე, პრობელს. ყველაზე მასიური ვარსკვლავია შიგით მოთავსებული და კაი, ხარაში, მე სხვა იმაზე ვიტყვი მაშინ. ხო და არ უნდა დაანებე, წავიდეს. იყოს აი კიბორჩხალას ნისლეული M1 მესიე 1-ის კატალოგში პირველ ნომრად არის მაგალითად მოყვანილი. რაღაცას ვამბობდით დამავიწყე, რას ვამბობდით მეგი? რაბნებულაზე ამბობდი, რომ ეს აი ეს რაღაცა რო გვაჩვენებთ ფოტოებს. ანუ ეს როგორ არის დაფიქსირებული? ანუ ეს ტელესკოპს მიუშვერ გადაიღეთ და всё, ეგ არის. პირდაპირ. კი, როგორ არა? კი, აი წეგან იმიტომ გაჩვენეთ რა. ეს ფოტოები ახლა ხვდებით ალბათ რომ უცხოური საიტიდან არის ჩაწერილი ეს ფილმი, მაგრამ მე იმიტომ გაჩვენეთ ანდრომ ორიონის ნისლეული გადაღებული ჩემი სტუდენტების მიერ. იგივეს აკეთებენ ჩვენებიც რა. ასტრონომიის ინტერესებში ეს ფერადი გადაღებები ნაკლებად შედის. ჩვენ ძირითადად როცა ვმუშაობთ, ხოლმე ვმუშაობთ ჩავთვეთრ გამოსახულებებით, ან და ფილტრების გამოსახულებებით. შემდეგ ეს გამოსახულებების დამუშავება გვაძლევს ყველა ინფორმაციას, რაზეც მე ახლა ვლაპარაკობ. მაგრამ შეიძლება ამის გაკეთებაც. ეს არ არის პრობლემა თავისთავად ესეთი. აი დათო დვალი, ბევრს გაიგიათ, იცით? დათო დვალი იღებს ზუსტად ესეთივე სურათებს, აგრე მეზობლად ყიფშიძიდან. ხო. ისე რომ არ არის რამე უცნაური და ისეთი რა. ფერო, იცი რა მაინტერესებს, აი ფერი ხო გაძლევს ცხენის თავი, ბატონო? ფერი ხო გაძლევს ინფორმაციას შემადგენლობის შესახებ. ფერი, აქ რასაც ხედავთ, ეკა რასაც ამობს, ახლა გაძლევთ შემადგენლობა და ტემპერატურულ ინფორმაციას. ანუ ის შავი რაც იყო ეს ცხენის თავში, ეს არის შთანთქმელი ნისლეული, ანუ უფრო დაბალი ტემპერატურის ნისლეული ვიდრე უკანა ნისლეული იყო, რომელიც ანათებდა. და ფერების მიხედვით თქვენ შეიძლება დაადგინოთ ისე აგრეთვე ხშირად ანათებს ხოლმე ისა ჟანგბადი ანათებს ხშირად აი ესე წითელი ფერით და რაღაც ეგეთები შეიძლება დაადგინოთ. ანუ ეს არის სპექტრული დაყოფა თვითონ ობიექტებისა. ეხლა ცოტა ხანი მაცალე კი. ქვევით კიდევ ეკას ნახატი. და შემდეგი მოიცადე არ ვეტყვი ხალხს იცოდე თუ არ გაჩუმდები. ხო. ესენი კიდია იმაში. ხო, კი. ნელ-ნელა გავდივარ ჩვენი galaktikიდან, galaktikis ცენტრამდე მივდივარ და გავდივარ galaktikიდან. ეს არის galaktikis რუკა, უკვე გაკეთებული რადიო დაკვირვებების შედეგად.
შეგეთ აი წითელ წერტილებს რასაც თქვენ ხედავთ, ეს არის ნისლეულების გავრცელების ადგილები, რომელიც ძალიან კარგად ხვდება შტოებს. გალაქტიკაში ჩვენ გვაქვს რა პრობლემა? ჩვენი გალაქტიკა არის ბარიანი გალაქტიკა. აქ ლაპარაკი ირიმის ნახტომზე, ალბათ თქვენ ხვდებით, რომ ირიმის ნახტომი არის ჩვენი გალაქტიკა. ანუ ის, რასაც ჩვენ ესე უყურებთ სიბრტყეში, რაც ბევრი ნისლეულები გონია ხოლმე ზაფხულში სოფელში რაც მოჩანს, ეს არის ჩვენი გალაქტიკის სიბრტყე. ჩვენ აი აქედან უყურებთ, აი ამ სიბრტყეში უყურებთ ჩვენ გალაქტიკას ცენტრის მიმართულებით, ეს არის ბარიანი გალაქტიკა და ჩვენ ცხოვრობთ სადღაც პერიფერიებზე. დაახლოებით 14 შტუარი ჩვენ გალაქტიკაში, ცენტრში მოთავსებულია შავი ხვრელი და ასე შემდეგ. ეხლა ცოტა ქვევი თუ გადმოვართ, აი სურათი გადაღებული, ეს არის ჩვენი გალაქტიკა თეორიულად, იმიტომ რომ ჩვენ ესეც ვერასოდეს ვერ გადავიღებთ, სანამ გალაქტიკას არ გავწილდებით. რომკორ მდგომარეობაში ვართ, იცით, აი პირდაპირ რო გითხრათ ახლა ამ შემთხვევაში, რომ ჩვენ გვაქვს ესეთი ამოცანა, რომ ვართ შენობაში და გვინდა რომ შენობა გარედან აღწევოთ. ეს რა თქმა უნდა შეუძლებელია, ხოლო ის შეიძლება რომ ჩვენ გავხედოთ იქით მსგავსი შენობა, რომელია იქით დაახლოებით პერსპექტივა წარმოვიდგინოთ. აქ პრობლემა ის არის, რომ ჩვენ აქედან მეორე მხარეს ვერ ხედავთ. ჩვენ გალაქტიკას დაახლოებით ვაფასებთ, რა შეიძლება იყოს მეორე მხარეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შამთქმელი მატერია და ხან რადიო გამოსხივებით, ხან ინფრაწითელი გამოსხივებით, ხან რაღაცებით, ვცდილობთ ხოლმე აღვადგინოთ ნელ-ნელა ის მეორე მხარის სიტუაცია როგორ ხდება. ამ შემთხვევაში ბუნებრივია ვუშვებთ, რომ დაახლოებით სიმეტრიული უნდა იყოს ჩვენი გალაქტიკა. ჩვენი ეს რა ქვია, მზე და მზის სისტემა მოთავსებულია სადღაც აი აქ, საკმაოდ შორს გალაქტიკის ცენტრი და დაახლოებით რადიუსის 2/3-ზე, ეს რო ავიღოთ რადიუსის 2/3-ზე და შეიძლება ვამბობ ხოლმე თბილისის მასშტაბებით რო ვილაპარაკოთ, აი მაგალითად თავისუფლების მოედანი რო იყოს ქალაქის ცენტრი, ჩვენ ვართ სადღაც სანზონელები, ან იქით რა ქვია, უფრო ვარკეთილები, რაღაც ეგეთი უბნის ისენი ვართ რა. და ეს კარგია რომ ეგეთი უბნის მაცხოვრებლები ვართ, იმიტომ რომ ჩვენ რო ყოფილიყავით ცენტრში აუცილებლად ჯერ ერთი იქ არის ისეთი ნივთიერება ძირითადად გავრცელებული, რომლისგანაც სიცოცხლე ვერ გაჩნდებოდა, მძიმე ელემენტები არ არის, აი წაღან სფერული გროვები რო გაჩვენოთ, იქ მძიმე ელემენტები არ არის, ესეთები არის ძირითადად შტოებში და კიდევ ერთი რამ, რომ იქ ბევრი კატასტროფები და რაღაც უბედურებები ხდება ხოლმე რა. ჰა? ხო, დიღომში ვარ ჰაერზე, მართალი ხარ ბატონო. ეხლა გადავედით შემდეგ სურათზე და მოდი აი ახლოვით წეგან რაც მე ხანდახან მავიწყდება ხოლმე თქმა ის ჩვენი რომ რაკეტა რამდენ ხანში მიფრინდება მეთქი აი ეს სურათი გვახსენებს ზუსტად მაგას რომ მაგალითად ჩვენი რაკეტა სინათლის სიჩქარით ფრინავი მთვარესთან მიფრინდება 1.39 წამში მერე მზესთან მიფრინდება დაახლოებით 8 წუთში მერე რა ქვია ეს არის მარსამდე მიფრინდება 12.7 სინათლის წუთში, მოღოდ მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ შემთხვევაში მარსი უნდა იყოს მზის მეორე მხარეს ჩვენგან და ჩვენ აქედან ზედს უნდა გაიაროს და მეორე მხარეს უნდა გაიაროს და მაგაზია ლაპარაკი. მერე აქ არის კიდევ ცენტავრის პროქსიმა, რომელზეც იყო ლაპარაკი, პროქსიმამდე მიფრინდება 4.3 წელიწადში და ჩვენი გალაქტიკის ნახევარს, ანუ რადიუსს გაივლის დაახლოებით 52,000 წელიწადში. ჩვენი გალაქტიკის დიამეტრი სხვადასხვა შეფასებებით არის 100-დან 120,000 წელიწადამდე. ეხლა გავდივართ გალაქტიკიდან და სანამ გალაქტიკიდან გავართ, მე მინდა რამდენიმე დეტალი ერთ საინტერესო მოვლენაზე გავაკეთო აქცენტირება. ამ შემთხვევაში არის შავი ხვრელი, რომელიც აი ხშირად ამბობენ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მოთავსებულია შავი ხვრელი. ეს მეცნიერებმა უკვე იციან, მართალია ეს შავი ხვრელი არ დაუნახავთ მათ, განსხვავებით იმ შავი ხვრელისა, რომელზეც იყო დიდი აჟიოტაჟი ატეხილი, მიაქციათ ყურადღება რაზეა ლაპარაკი. ხშირად შავ ხვრელებს ხან რა საშინელებებს აბრალებენ, ხან რა საშინელებებს აბრალებენ ხოლმე. შავი ხვრელი თავისთავად ეს ის ობიექტია, რომელიც ვერანაირად ვერ უნდა დავინახოთ ჩვენ. იმიტომ რომ სინათლე მას ვერანაირად ვერ დატოვებს. აი მარტივად რო ვთქვათ, რაზეა ლაპარაკი. როცა იმისაც რომ თქვენ დედამიწა დატოვოთ და მოწყდეთ გრავიტაციულად დედამიწას, აუცილებლად გიევა 11.2 კილომეტრი წამში. თუ მაგას დაბალი სიჩქარე გაქვთ, აუცილებლად დაეცემით დედამიწას. ზე შესაბამისად უფრო დიდია და მას უფრო დიდი სიჩქარე ჭირდება, რომ ზე დატოვა. მერე მზის სისტემას კიდე რაღაცა სიჩქარე ჭირდება, რომ დატოვა და არსებობენ ობიექტები, რომელთა დატოვებასაც ჭირდება 300,000 კილომეტრზე მეტი სიჩქარე. ეს არის სინათლის სიჩქარეზე მეტი სიჩქარე. ბუნებრივი ასეთი სიჩქარე არ არსებობს, ანუ გამოდის რა, რომ შავი ხვრელიდან არაფერი არ გამოსხივდება და ჩვენ მას ვერანაირად ვერ დავინახოთ. იმიტომ ჩვენი ხედვა მხოლოდ იმით არის, რომ სინათლე მოვიდა და დავინახეთ და მეტი არაფერი მოხდა. ეხლა თუ ამ იმას გავიმეორებთ,
ეკა მიდი რა გავუშვი. იგივე ხო გაიმეორო უბრალოდ ის რა ქვია, თუ გავიმეოროთ ამ იმას რა ქვია, ფილმს და არ გათიშო ფილმი ცოტა ხანი ჯერა. აი შეხედეთ რა არის აქა. ხატვარს ეხლა სხვანაირი საშუალება არ ქონდა, მაგრამ ამ ადგილას არაფერი არ უნდა ჩანდეს. რაღაცნაირად მიგახვედრა თუ აქ შავიაო. ეს არის აკრეციული დისკი ამ შავი ხვრელისა და აქ არის ჯეტი გამოიტყორცდება. აი ეს ნივთიერება აკრეციული და დისკიც და ჯეტიც ეს არის ანუ მოვლენათა რადიუსა, მოვლენათა ჰორიზონტის გარეთ არის ყველაფერი. შიგნით ჩვენ ვერაფერს ვერ დავინახავთ. ანუ აი აქ თუ შევიდა ამაში ობიექტი, ისო დაკარგულია. თუმცა ერთ რამეს მიაქციეთ ყურადღება, რომ ესე არ ხდება რა, ხშირად მეკითხებიან ხოლმე, შავი ხვრელი ყველაფერს ჭამს, ყველაფერს ყლაპავს, არაფერსაც არ ყლაპავს. მზის ადგილას რო გქონდეს ჩვენ მზის მასის მქონე შავი ხვრელი. ჩვენ ზუსტად იგივე ორბიტაზე ვიმოძრავებდით, როგორც ახლა მოძრავთ, ერთადერთი გამოსხივება მას არ ექნებოდა და всё, ეგ იქნებოდა რა. ანუ ჩვენ ისევ ვიმოძრავებდით, როგორც ვართ დღეს. ეხლა დღეს ძალიან დიდი აჟიოტაჟი ატეხილი აგრეთვე იმაზე, რომ აღმოაჩინეს, გადაიღეს რაღაცა დიდი აღმოჩენა მოხდა. ყველა მიცით, ახლა ტელევიზორშიც განაცხადეს, Facebook-ში უმაგაზე წერენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მართლაც ძალიან დიდი აღმოჩენა მოხდა. ოღონდ უნდა გითხრათ ერთი სამწუხარო რამ, ყველაფერი ის დავინახეთ, რაც უკვე ვიცოდით. რამე ისეთი ახლა არ მომხდარა, მაგრამ თავისთავად ტექნიკურად ამის გაკეთება იყო ძალიან რთული და ანუ ამის მიღწევა უკვე ნიშნავს, რომ ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი შემდგომი უფრო კარგი აღმოჩენების გასაკეთებლად. რა იგულისხმება ამაში? სურათ შეხედეთ ახლა სხვა ჩვენს არ ჩანს არა კარგად. აქ არ ჩანს რატოღაც გაიძღაბნა, მაგრამ ეს ადგილი არის შავი. ანუ ვიცოდით რომ ჩვენ აქ არაფერი არ უნდა დაგვენახა და ზუსტად ეგრეა, არაფერს არ ხედავთ აქ, აი ეს ადგილები. აქ არის რამდენიმე სხვა დეტალი საინტერესო დეტალებია ის რომ თურმე ეს შავი ხვრელები შეიძლება იცვლებოდნენ აქ მოჩანს შავი ხვრელებში ახლა დაიწყეს იმაზე ფიქრი როგორ შეიძლება მისი აი დაუშვათ ტემპერატურის შეფასება იმის გაზომა რომელიც უფრო კარგად აფასებს ვარსკვლავების დინამიკა თუ დაუშვათ პლაზმური დინამიკა აფასებს ამის მასას და ეგეთ დეტალებზე და თავისთავად ეს ნიშნავდა იმას რომ რადიო ასტრონომიამ შეძლო მიიღო გამოსახულება არა თვითონ შავი აი აქ არის შავი ხვრელი სადაც არაფერი არ ჩანს. აი სურათ კომპიუტერში ჩანს ესე რომ აქ არაფერი არ არის. აქ სამწუხაროდ ეკრანზე იბნევა, ეთქვა, იძღაბნება გამოსახულება და თითქოს და რაღაცა ჩანს და ხო აი ესეთ. აი ეს არის შავი, აი ეს არის შავი ხვრელი შიგნით. ბატონო? ტემპერატურული სხვადასხვაობა, სხვადასხვა ტემპერატურის მქონე ობიექტებია. და აი ამის თქვა მინდოდა. გაცილებით უფრო საინტერესო იქნებოდა ბატონი იური დამეთანხმება, ბატონი იური პროფესორია ფიზიკოსი დამეთანხმება იმას, რომ აი ეს შავი ხვრელი ჩვენ რამენაირად დაგვენახა. მაშინ იქნებოდა ეინშტაინის თეორიის ძალიანი გადაბრუნება, თორე ეს ყველაფერი უკვე თეორიულად ვიცოდით, რომ ესე უნდა ყოფილიყო რა რაღაცა ამას ვაბობ ხოლმე. ეხლა თუ გავცით ეს შავი ხვრელი, ჩვენი galaktikis შავი ხვრელი არ არის, ეს არის სხვა galaktikis შავი ხვრელი. მე იმ galaktikаსაც გაჩვენებთ, რომლის შავი ხვრელიც არის. თუ როცა გავდივარ ჩვენი galaktikიდან სამწუხაროდ წეგან რაც ვილაპარაკე იმის გამო რომ ჩვენი galaktikis ზუსტი დანახვა არ შეგვიძლია, ხშირად ადარებენ ხოლმე სხვადასხვა galaktika, აი შეხედეთ ეს 4 სამაგალითო galaktika, რომელიც შეიძლება ჩვენ galaktikas გავდეს. ესე ფიქრობენ მეცნიერები და თუ მიაქცევთ ყურადღებას თუნდაც მანძილე ის რა ქვია დიამეტრები ამ galaktikების ისე განსხვავდება ერთმანეთისაგან რომ ძალიან ძნელია თქვათ რომ ჩვენ ბევრი რამე ვიცით თუნდაც galaktika როგორი არის და მისი სტრუქტურა ხშირად სხვადასხვა მეცნიერი ზოგი ამბობს 100,000 სინათლის წელი დიამეტრი ზოგი ამბობს 120,000 სინათლის წელი ზოგი 90,000 სინათლის წელი მე ახლა ამას იმიტომ ვამბობ აი წერან ბეტელჰეიზერს ვთქვი რომ ხშირად არის ხოლმე რაღაცა ლიტერატურაში შეხვდებიან რაღაცა ციფრს და მე აი ფიქრობენ რომ იცი რა ამან ეს და სხვანაირად გითხრათ რაღაცას. ეგრე არ არის. ეს ხალხო არის წარმოიდგინეთ ძალიან ძნელი გასაზომი და შესაბამისად მისი გაზომვაც რაღაც გარკვეულ სიზუსტეებთან არის ხოლმე დაკავშირებული ჩვენ რიგზე ვლაპარაკობთ. ცოტა ხანს თუ მოითმენთ ბავშვებო მალე დავამთავრებ. გადავდივართ ახლა galaktikაში სხვადასხვა საინტერესო ობიექტებია, მე აღარ მინდა ამას დეტალებზე ჩავყვე, ვახსენებ მხოლოდ იმას, აი ანდრომედეს galaktikas, რომელიც ერთ-ერთი უახლოესი galaktikაა ჩვენგან. იქამდე მანძილი 2 მილიონი სინათლის წელია. რას ნიშნავს 2 მილიონი სინათლის წელი მანძილი ამ შემთხვევაში? მე ხშირად მომყავს ხოლმე ამ ადგილას ჰოუკინგის დროის კონუსები რა არის და მოვლენათა კონუსები რას ნიშნავს. მაგალითად დღეს ანდრომედეს galaktikაში რო ცხოვრობდეს ვიღაცა ტიპი, რომელსაც უნდა ჩემი მოკლა რაღაცა ლაზერით, არა ესეთი რაღაც. ის სხივი რომელიც მე დღეს მომკლავს აი აქ, მას უნდა გამოეშვა 2 მილიონი წლის წინ.
ისე სხვანაირად ვერ მოახერხებს, ვერანაირად არ არსებობს სხვა საშუალება, რომლითაც მე და დღევანდელი მაცხოვრებელი ანდრომედას გალაქტიკისა ერთმანეთში რამდენაირად გადავიკვეთებთ. აი, ესეთ რაღაცა უცნაურ პარადოქსებთან გვაქვს ხოლმე სამყაროში საქმე და ისა. ისი ანდრომედას გალაქტიკა და ჩვენი გალაქტიკა ცოტა ხანში, ანუ 4 მილიარდ წელიწადში დაეჯახება ერთმანეთს. ეგაც არ არის დიდი უბედურება, ეს არის შეჯახების სხვადასხვა ეტაპები არის აქ ნაჩვენები. ეგაც არ არის დიდი უბედურება, რადგან ეს იქნება, რომ წარმოვიდგენთ ორი სხვადასხვა გაზის შეერია ერთმანეთს. საერთოდ გალაქტიკებში მიღებულია კანიბალიზმი, ჭამენ ხოლმე რა პატარა გალაქტიკებს და მაგალითად ჩვენ გალაქტიკას 1/5-მდე ბოლო დროს ინფორმაციით გაირკვა, რომ 1/5-მდე მეზობელი გალაქტიკა უკვე ყავს შეჭმული და მე ანდრომედა შევჭამ ჩვენ და იქ იქნება მე გაიზრდება და ასე შემდეგ ეგეთ რა. არა, სერიოზულს არაფერს. თუ ეხლა იცი რა არის? აქ არის ხოლმე რაშია ია საქმე? ხო, 4 მილიარდი. მან იცი რაშია საქმე? გარანტირებულად თქვა 4 მილიარდი წლის მერე რა მოხდება ცოტა ძნელია. მაგრამ ისეთი დაბალია სიმკვრივე გალაქტიკაში ვარსკვლავებისა, რომ ეს არის როგორც აი დაუშვათ ორი გაზი რო შეურივ ერთმანეთს. წარმოიდგინე მოლეკულები ასეთი გაიშვიათებულიც და უფრო მეტად გაიშვიათებულიც ალბათ და რა თქმა უნდა შეჯახება რაღაცა ყველა მოლეკულისა ყველასთან ნამდვილად არ ხდება. რა თქმა უნდა იქნება იქ გრავიტაციული ყებები, იმიტომ რომ ამხელა მასის სხეული მოვა შენთან ახლოს ცვლილებები და ასე შემდეგ, მაგრამ აი პირდაპირ დაჯახებას გულისხმობენ ხოლმე დაჯახებები ნაკლებად არის შესაძლებელი. სრელების შერწყმა. კი, ხდება, იმიტომ რომ ისინი ძალიან ახლოს მიდიან და გრავიტაციულად ერთმანეთს სპირალზე ხვევიან. კი. ისა ერთი რაღაცა ეს იმ შემთხვევაში თუ შემთხვევით თუ არ გამიმართლა და დაჯახება იმ დროს მოხდა როცა ჩვენ ანდრომედას ნისლეულის ხარეს ვარ თუ ხო რა აი მაგიტომ 100%-იანი გამართლებულად, მაგრამ იურად თვითონ სიხშირი არის ვარსკვლავების ამ მოცულობაში ისე დაბალი, რომ ეს ვარსკვლავები ერთმანეთს ჩაუვლიან, იმას იზავენ, რაღაცებს იზავენ, მაგრამ პირდაპირ შუბლით დაჯახება ალბათობა არის ძალიან დაბალი რა მაგას. ეხლა გადავედით კიდევ ერთი რაღაცა, ეს არის სხვადასხვა რამდენიმე გალაქტიკის სურათს გაჩვენებთ და ძალიან რო არ მოგაბეზროთ თავი. შეხედეთ, ეს არის ურთიერთმოქმედი გალაქტიკები სხვადასხვა და ერთი საინტერესო ობიექტი მოგზაინთ. ერთი საინტერესო ობიექტი კიდევ, რომელიც მინდა გაჩვენოთ, ეს არის გრავიტაციული ლიზა. აი, რა ხდება სამყაროში. წარმოიდგინეთ, აი წითელ სხივს ხო ხედავთ? აი, სად მიდის წითელი სხივი? მე რო გავუშვი ლაზერის სხივს. წარმოიდგინეთ, რომ ეს სხივმა უცებ მოუხვია და სადღაც იქით წავიდეს. მე იქით ვანათებ და ამან მოუხვია და წავიდეს. ხო ცოტა ძნელი წარმოსადგენია. აი ეგეთი რაღაცა ხდება სამყაროში. გრავიტაციული დიდი ობიექტების გვერდით სხივი, რომელიც დაუშვათ პირდაპირ და მოდიოდეს, თურმე ესე გარდაწყდება, ფოკუსირდება და როგორც ლინზა, ეს ერთი და იგივე ობიექტს ჩვენ გახუთმაგებულად ვხედავთ. ამას ქვია გრავიტაციული ლინზირება, ეს ისევ ეინშტეინმა უკვე იწინასწარმეტყველა დიდი ხნის წინ, 100 წლის წინ დაახლოებით, მაგრამ მეცნიერებმა ცოტა გვიან აღმოაჩინეს, თავიდან გაჩნდა იქ სხვადასხვანაირი ეჭვები იყო, თავიდან ფიქრობდნენ, რომ ეს იყო რაღაცა 5 ტყუპი ობიექტი ერთად, ზუსტად იმიტომ რომ ერთნაირები არიან, სპექტრი ერთნაირი მონაცემს იძლევა, სიჩქარეები ერთნაირი რაღაცეები, მაგრამ მე აღმოჩნდა, რომ გაიხსენდათ ეინშტეინი და მიხვდა, რომ ჩვენსა და ამ ობიექტს შორის არის რაღაცა მასიური გალაქტიკა, მასიური შავი ხვრელი, რომელიც აეგეთ ეფექტს იწვევს ჩვენთან. ეხლა ჩამოვიდეთ ცოტა ქვევით და მივდივართ ჩვენ გალაქტიკაში, შეხედეთ რამდენია გალაქტიკები, ამასიანთ იყო ჰაბლის სურათი გამოქვეყნებული და ერთ კადრზე თუ არ ვწები 250,000 გალაქტიკა არის მოთავსებული. საშინელი რაოდენობა გალაქტიკებისა სამყაროში, საერთო ჯამში შეფასებული იყო ადრე 1000 მილიარდით, ეხლა მე მგონი უფრო დიდი არის მათი რაოდენობა შეფასებით და აი დაუშვათ მივდივართ ჩვენი ადგილობრივი ჯგუფის ცენტრისაკენ, რუკაზე თუ შეხედავთ რამდენია ესა და ეს ის გალაქტიკა, ჩვენი ადგილობრივი ცენტრი, ჯგუფის ცენტრალური გალაქტიკა, სადაც აღმოაჩინეს ის შავი ხვრელი, უბრალოდ სადაც დააკვირდნენ იმ შავ ხვრელს, რომელზეც წეღალ ვამბობდი, აი ზუსტად ეს გამოსროლი ჯეტი იმ შავი ხვრელიდან გამოსროლი ჯეტია. ეს არის ცნობილი მესიე 87 გალაქტიკა, ერთ-ერთი მასიური გალაქტიკა. და მოდი ახლა ეს ბოლო ფილმი ვნახოთ და დაგასვენოთ მე, რომ ბავშვები ვეღარ ისვენებენ. აი ეს იყო სიგელი იყო ძალიან საგანი იყო ძალიან ცნობილი პოპულარიზატორი, ასტროფიზიკოსი, რომელიც ესეთ ფილმებს და იმას ატარებდა ხოლმე, ხშირად იღებდა და ატარებდა იმას და აქ არის როგორი მოყვანილი სიტუაცია, რომ ყოველი კადრი გაჩრე,
ყოველი კადრი აი ესა. აი შეხედეთ როგორ არის, იქ არის ჯუჯა პლანეტები, რომელზეც წეგან ლაპარაკობთ და რომელშიც პლუტონის გადაიყვანეს. შეხედეთ ეგ ერისი და სედნა, ერისი უფრო დიდი არის ვიდრე პლუტონი ამ შემთხვევაში. და დედამიწის ტიპის პლანეტები შემდეგ. ეხლა შემდეგ კადრზე იქნება დედამიწის ტიპის პლანეტები. შეხედეთ ზომებით როგორია დედამიწის ტიპის პლანეტები, უკვე რა პატარა არის პლანეტა გიგანტებთან შედარებით. აქვე შემოდის ჯუჯა ვარსკვლავები, ეს არის ჯუჯა ვარსკვლავები და არა სირიუს ჯუჯა, თეთრი ჯუჯა სირიუს, ხო. სირიუსის მეორე. მეორე, კი ბე, სირიუს ბე. უყურეთ შემოდის უკვე ნენელა შემოდის და თანდათან შემოდის უკვე ნორმალური ვარსკვლავებიც, ნორმალური ვარსკვლავებში აი მზე, ჩვენი მზე როგორი არის ზომებით აქვე არის ალფა ცენტავრის ალფა, რომელიც ჩვენზე დიდია და სირიუსი თვითონ, რომელიც სირიუსი სხვა შორის ეგან დამავიწყე მეთქვა, რომ არის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ვიზუალურად რო უყურებთ ხოლმე ცაზე და რასაც თუმცა ახლოს არის და იმიტომ არის ყველაზე კაშკაშა. არ გეგონოთ რომ ყველაზე დიდი ან ყველაზე მაღალი ტემპერატურისაა. ეხლა შეხედეთ სირიუსი ისევ პატარა, აგერ სირიუსი პატარა და აქეთ არის ვეგა აგერ არის ზაფხულის სამკუთხედში ცოტა ხანში გამოჩნდება რეგულუსის პიკა აგერ ეხლა ამაღამ რო გახვიდეთ აქედან დაინახავთ იქ კუდიდან გააგრძელებთ ჩახვალთ იქით სამხრეთში იქნება ეს არის ქალწულის თანავარსკვლავედი ალდებარანი კუროს თანავარსკვლავედი არქტურუსი რომელზეც წეგან ვლაპარაკობთ ჩვენ თავზე ჯანს მეთქი აი გააგრძელე ხა კი ნენელა მივდივართ ვარსკვლავები ძალიან დიდი ვარსკვლავები დენები აგერ გედის თანავარსკვლავედში ესაც აქვია ხედავთ ო დენები უფრო დიდია კი აი ეტა კარინა წეგან მაგაზე გააჩერე უკვე აჰა პაუზა მე წეგან მაგას გეუბნეოდით ეს ორი ვარსკვლავი ითვლება დღეს ყველაზე მასიური ვარსკვლავი სხვა შორის ვარსკვლავებში მასების დიაპაზონი უფრო ნაკლებად იცვლება ვიდრე ზომების დიაპაზონი და მათი შეფასებით მათი მასები არის 240 მზის მასა თუმცა ამავე დროს ამბობენ რომ ეს არის რაღაცა ან თეორიის დარღვევა ან და დაკვირვების დარღვევა ან რაღაც უბედურება ხდება თორე შეუძლებელია არსებობდეს ესეთი მასის ვარსკვლავები თეორიულად ყველაზე მაქსიმალური მასა რომელიც ვარსკვლავი შეიძლება ჰქონდეს უნდა იყოს 120 მზის მასა მე უნდა დაიჭრილოს ეს ვარსკვლავი რა ვერ იცოცხლებს ასე თქვა ანის მაჟორისი რამხელა ანის მაჟორის მასა არა აქვს დიდი მოცულობა აქვს მოცულობა კი ჰიპერგიგანტია, მაგრამ ნუ ახლა ისეთი ეგეთი არა. აი ბეტელჰეიზეც აღარო ამოდი ხედავთ. ისად ბეტელჰეიზეც რამხელა არის გიგანტი ვარსკვლავია. ხო. და მივდივართ ახლა ნენელა უახლოვდებით ყველაზე დიდ ვარსკვლავთან. გაჩერეკა. აი ეს ვარსკვლავი არის ყველაზე დიდი ვარსკვლავი, რომელიც ჩვენ დღეს ვიცით. ეს არის დიდი კომპაქტის თანავარსკვლავი სირიუსი მეზობელია, მაგრამ ძალიან შორს არის, რა თქმა უნდა. შეხედეთ, მისი დიამეტრი არის 3 მილიარდ 63 მილიონი კილომეტრი, მაშინ როცა მზის დიამეტრია 1.400.000 კილომეტრი და ეს რო ახლა 2000 ჯერ დიდია რა მზეზე. წარმოიდგინეთ, შესაბამისად კუბში რო აიყვანოთ, მაგდენით დიდი იქნება მოცულობაში და აი შეხედეთ ეს ვარსკვლავი აი ჩვენი მზე. ანუ ზაგარი გამორიცხულია. საჭირო წითელია და დაბალ ტემპერატურული. აი ჩვენი მზე და აი თვითონ ეს ვარსკვლავი რამხელა არის ჩვენ მზესთან შედარებით, უბრალოდ ჩვენი მზე რამხელა არის იმას. ამის შემდეგ წავა კიდევ ის რა ქვია სხვა ნისლეულები მიდის. და სხვა ობიექტი, უფრო დიდი ობიექტებიც არსებობენ სამყაროში, სხვა შორის და იმაზე იმის დახტობთ გამიჩერე მე და ჯერ არ მივა იქამდე აი ნისლეულზე აქ ლაპარაკი უკვე და არა ვარსკვლავზე ოღონდ ამ შემთხვევაში ცოტა ხანი რომ ჩამოჯდა ხო შეიძლება მეც აი ხო არის ეგეთი ვერსია რომ ეგ არის ორი ვარსკვლავი მაგრამ ორი ვარსკვლავი მაინც ეს ეგი 120-ზე მეტი გამოდის დაახლოებით რა აქ
აი ამ სფერულ გროვებში არის 100,000-დან 1 მილიონი, აი ამაში მაგალითად 1 მილიონამდე ვარსკვლავია, წარმოიდგინეთ 1 მილიონი მზე ესე შეჯგუფული რო იქნება ერთად. ცა როგორი იქნება იქ რო ცხოვრობდა, აი ეს გადაჭეთი. კი, ხო. ძაშუ მამიდა შვილები არის. ხო. რატო დაძმანი არა რო? დაძმანი და ძაშუ მამიდა შვილები. ხო. აი ეს galaktikები არის ჩვენ galaktikაზე ირმის ნახტომზე უფრო პატარა აქ მე ეკას თხოვე რომ შეეჩერებინა როცა გააჩერე ეკა გააჩერე მივედით ირმის ნახტომთან საქმე იმაშია რომ ეხლა პარტიკულარიზმი ეტყობა ყველაფერში ახასიათებს ადამიანს მე ყოველთვის წუხდა ხოლმე რომ წუხდი რომ აი რა არის მეთქი ეს დედამიწა არც ყველაზე დიდი არც არაფერი ეხლა ამ ხელა პლანეტები გვაქვს ის რაღაცა ისეთები გვაქვს რაღაცა მე აღმოჩნდა რომ არც მზე ყოფილა არც ყველაზე დიდი და არც ყველაზე განსაკუთრებული ერთი ჩაულებრივი ის იყო მე ვიფიქრე იქნებ galaktikაში მაინც გვეშოლეს მეთქი და აღმოჩნდა რომ galaktikაც არ ყოფილა რამე განსაკუთრებული ჩვენზე პატარა galaktikები არსებობენ აი მაგალითად sombrero რომელიც ძალიან ლამაზი galaktika და ჩვენზე პატარა ჩვენ ჯუჯები მეზობლები არსებობენ მაგრამ ჩვენზე დიდებიც არის თურმე ეს არის დიამეტრით დაახლოებით 120 100-დან 120-მდე 1000 სინათლის წელიწადი გააგრძელე ეკა აი და ესე აი შეხედეთ ესე უკვე ჩვენზე დიდებია ანდრომედა ჩვენზე დიდია თუმცა ბოლო მონაცემები გამოჩნდა რომ შეიძლება ანდრომედეს ხელები ვიყოთ სხვათა შორის ეკა რომ ხო ეგეთი რაღაცა არის ეგეთი ინფორმაცია და გააგრძელა და მივდივართ ყველაზე დიდ galaktikებამდე აი ქართულის ეს არის ჩვენი ცენტრალური ადგილობრივი ჯგუფის galaktika სადაც ის აღმოაჩინეს ახლა სადაც იმ შავხვრელს დააკვირდნენ ახლა კი და ეს ვირგო არის ქართულის თანავარსკვლავედში არის მოთავსებულის galaktika და აი ახლა მიდი გააგრძელე აი ეს galaktika გააჩერე დღეს არის ყველაზე დიდი galaktika რომელიც არის დაფიქსირებული და აღმოჩენილი მისი დიამეტრი არის 5 მილიონი სინათლის წელიწადი ჩვენი galaktika არის სულ 100,000 სინათლის წელიწადი ესე იგი ეს galaktika მარტო დიამეტრში არის 50-ჯერ ჩვენზე დიდი და შეიძლება ამას დიდებიც იყვნენ რა ვიცით ყველას აღმოჩენა ძალიან ძნელია გააგრძელე ხო ყლაპავს კი აი ეგ კანიბალიზმია ძალიან გავრცელებული galaktikებში როგორც აღმოჩნდა რა ეს ჩვენი სამყარო ზოგად ჰა ერთი galaktika რო ეგონა საბოლოო ჯამში შეიძლება მართლა ერთი galaktika გადავიდე ერთი სამყაროა ხო კიდევ ერთი ესე დეტალი რომ იქ იყო ლექციაში მითითებული რომ ჩვენი მისამართი სამყაროშიო და მე ახლა ეგ ჩემი მით არ არის რაღაცი რატომაც დავამატეთ რა მაგას მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი რომ ბავშვობაში მაგ ხარაძის იგი წაკითხული და იქ ეწერა ბოლოში კარგი ფრაზა რომელიც დონწონს სხვა ჩვენს არასოდეს არ ხვანობდი ხოლმე რომ მოკლედ ჩვენი მისამართი სამყაროში ესეთია რა ხან მაგაზე ვლაპარაკობთ ეს არის ჩვენი სამყარო ხას უსვამთ ჩვენი სამყარო იმიტომ ჩვენ არ ვიცით სხვა სამყაროები არსებობენ თუ არა ჩვენი სამყარო ირმის ნახტომის galaktika ზის სისტემა პლანეტა დედამიწა და დანარჩენი აგერ ვართ ბატონო მედიათეკა ესე რა ქვია ვაკის პარკში დიდი მადლობა